რაც უფრო ბევრი იქნებიან მეღვინეები და რაღაცა, რომ ჩვენ უფრო მეტი შეხვდება ცოდნა. სულ სტუმრად ყოველდღე დავბადილი. ის ლეგენდარული ლელოც. კი, სულ თამაშობს. მაშინ სულ შერყევებს იღებ. თან აი სახედე შემოხედა ერთი შრამი, ორი შრამი, სამი შრამი. ეს თუ შერყევები სპლინტერა გამოიქცა და დაარტყმა უნდა და რა მეკრა. არა მეცილები. გამარჯვებს მაყურებელს, გაგიკვირდებათ და მისაყოლებელ პოდკასტს უყურებთ და დღეს სტუმარზე ხუმრობა არ მომამზადე, იმიტომ რომ შეიძლება გავილახო. სოსო მათიაშვილი არის ჩვენთან ერთად, გამარჯობა. გამარჯობა. მადლობა რომ გვესტუმრე და მადლობა რომ ჩვენთან ერთად ხარ. როგორ ხარ? ამის პროფესია არის ჩხუბი. ანუ ბევრ ხალხში ჩხუბია. ხო და ეგრე არის რაგბზე ისა სტერეოტიპები არა და არა ძალიან საყვარელი ხალხი ვართ. ეჭვიც არ მეპარება. ყველა ჩხუბის მერე ვიდიან და სვავენ. დახოცავენ ერთმანეთს სტადიონზე და მერე არა მე ისეთი პოზიცია მაქვს უკავთ გავარ ჩემთვის უყურებ და ისინი ჩხუბობენ. მე კაი პოზიცია. 15-ზე იქ ხო? ხო 15-ზე. კარგად ვარ, მადლობა. გაიხარე. მიხარია რომ მოვედი თქვენთან. ასევე ჩვენს ძალიან სასიამოვნოა და კარგ პოდკასტს გიშურვებ. ნუ უღრმეს მადლობა, დარწმუნებული ვარ ეგრეც იქნება. დღეს ორი მორაგბევზი ვართ. აბა ცოტნეს პოზიციას თუ გამოიცნობ. პირველი ხაზი ალბათ. აი, ნახე, ცოტნე იყო გარებარდი. ამის ნახევარი იყო. ერთი ტონით ნაკლები ლოგიკა დალეო. მინიმუმ. არა, ხო, მაშინ ვიყავი სულ რაღაც სათქვი გარებარდი ვარო? სათქვი გარებარდი ვარო, რო სადღაც დაგწინე. თქვენთან თქვი და არ ვიცი სად და გადავიარე. მეც გარებარდი ვიყავი შეჭებოდა. ყველაზე ჩქარი პოზიცია. არ დავცინეთ მახსოვს აი. აბასორეს მიწასთან. არა და ნუ თამუშაძე არის გარევარვი 200-ით დარბის. ხო, თამუშაძე ძალიან დარბის. მაშინ ის რატო ახურავს ჩაფხუტის სულ? ეგრე მიეჩვია რა. პროსტა ანუ ვიცი რომ ბევრს ისე ახურავს ხოლმე პროსტა რა ჭერს თუ პროსტა რაღაც ასაკამდე ყველას უნდა ეხუროს ბავშვებს რა. და მე ვიღაცები ეშვებიან და რჩებიან ეგრე, ვიღაცები არა. ანუ ისე პეტერ ჩეხივით რაღაც მოუვიდა და მე ახურავს არა. არა, ეგრე მე როგორც ვიცი ეგრე არ დაუწყე. ხა მე დავიწყე ეგრე ტარება ჩაფხუტის, იმიტომ რომ მომხდა რამოდენიმეჯერ, მაგრამ ვერ შევეგუე რა, მაგრამ ერთხელ შერკევა მივიღე ძალიან მაგარი რა, დავეჭახე მერაბა შარიქაძეს და კიდე კაი მეკეთა. ანუ მეკეთა და გადამისკდა ისა. ეს წარმოიდგინე. უი, რამხელა შრამი. ხო, რო არ მკეთებოდა. ალბათ ეს ეტლით მოვიდი აქ და მადლობა. იმ შარიქაძეს ეკეთა? შარიქაძეს არ ეკეთა. შარიქაძე პროსტა ტანკი არის რა. ბიჭო, არა ძალიან. ის არის 100 კილო და ჩვენ გუნდში ეკეთა იმას, ვისაც შობლება უყიდეს. ადრე მართლა ეგრე იყო, საჩეცაძეობა ქონდა. მართლა ეგრე იყო. და იდეაში რა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის, ხო? პირველ ხაზში რომ შერკინების დროს ყველაზე მნიშვნელოვანი შერყევისგან არის კაპი. კაპი ხო? კაპი გიცავს ყველაზე ნახო 80% ალბათ კაპი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. არაფერი არ მკეთებია, მაგით უკადამიერეს. ხაჭაპურა გიგია? ხაჭაპურა როგორ ხო, აი ეგ იყო რომ დაასრულა ჩემი კარიერა რა. ხაჭაპურა არის იყო რომელსაც 140 კილო ეხლა სამაშობს. ხო, კაპიტანია ლელოს. უმარა მითხრა რომ იმას მაგარი. თან ბავშვობაში ვაფშე ძალიან ანუ გამორჩეულად დიდი იყო სხვებთან შედარებით რა. 40 კილომეტრში ვიყავით მაშინ ლოკომოტივი და აი როგორი გუნდი ვიყავით იცი აი ჩვენით კლასელები ვიყავით 90% ვინც თამაშობენ მოკლედ რა ძალიან და გავიდა იქიდან ლელო ხო? იქიდან ლელო შევხვდი 80-0 წავაგეთ მაგასაც არ ვწხვედია რა. ეხლა ეგრეა ლელო. ხო და ყველას ეგრე უყურს. გადაგვიარეს ბიჭო და ხაჭაპურამ გადამიერა ისეთი მომენტი გაიჩიტა რომ 11-ზე ხო ვიდექი გარემარბი ვიყავი და გავარ და უცებ ხაჭაპურამ აიღო ბურთი და მორბის და გავიხედე გუნდელები არ არიან ახლობა არ არის და იქიდან მიდიცოტნე და ნუ რა მექნა და გავითიშე და პროსტ დავდექი და ესე ველოდებოდი როდის დასრულდებოდა ჩემი ცხოვრება და დამეჯახა მე მგონი დაჟე გაჩერდა დამხედა და მე გაგზავნა სიმბილი ანუ მაგის ხო და ფეხზე წამოდექი ბარბაცი და გუნდელებმა საღოლ დაგვიდო მეთქინელო რანაირად საღოლ მე ამათი გუნდის გამნახე პირველად ეგეთი რაღაც რომ აგრა დავასხი რეგს მე ვასწრებ უყურებ ხოლმე ნაკრების თამაშებს განსაკუთრებით რა ძალიან მიყვარს რა ექსპორტი რაღაც რომ უყურებ ხოლმე შევარ და ამათ თამაშზე ვიყავ ერთხელ საყურებლად წასული და ჩვენი ძმაკაცი არის ერთი კუმარა რა და ბიჭო დაკიდებულ ბურთზე რა იქიდან ვიღაცა ამოცხო
და ხო დაიჭირო ეხა შენ სამოცხო ან რაღაც შეუწიო რაღაცა რა და ბიჭო კიდევ რაღაც დიდი ტიპი გამორბოდა და პირდაპირ დაარტყეს ერთიანი ამოცხოთ ვერ დაარტყა კარგად იასლია მაგაზე უარესი სიტუაცია იყო მე ეკაიჩოვდა და ახლიდან დაურტყით მაგრამ შენ არ იქნებოდი მაგრამ მანდ იყო სიტუაცია ერთ-ერთს არ მახსოვს ხა ნომრები ვინ იდგა და მართლა არ მახსოვს ვინ იყო ბურთი მისცეს რა ანუ პასი მისცეს და ეს ხო იდგა ბურთით და იქ გამოიკანა ნუ იმაზე რა შერკინებაზე ვიღაც შერკინებაზე კი არა და რა ქვია ზახვაძე ხო და ამა ნელა თელი სტადიონი დაცინო და ეგრე არის დაბალი უნდა ეს რო ხავე ბურთი და მიუგდო და წახვიდა არ გინდა და შეეშინდა ხო მეც ეგრე და მაგ იმაზე დავიწყე რა დონეზე თამაში თავი 20 წლისამ დავიწყე და შენ თვითონ ხო 20 წლისამ დავიწყე ხალიბებში სამოყვარულო გუნდში რა თვაც ქონდა დიდი მაშინ ხო ჯუჭაც თმებიც იყო სანამ დავიწყე ეს არის მეც ეგრე ვარ მეტალური პრობლემების არ იყო და რავი 1000 სანამ ცოტა კითხვებს დემოზე გადახვალ სოსომ რაღაცა მოგვიტანა და ხო არ დავაჭაშნიკოთ ერთი გეორგი მე მაგაზე უარი არასოდეს არ მიტყვა შენი ჯერი მოგიტანეთ ჩვენი ღვინო ჩვენი ოჯახის მათიაშვილის მარნის ის გვაქვს რა პატარა საოჯახო აი მე პატარა ბოთმა უფრო მომხილო მართალია გითხრა ღვინო და ჭაჭა რა საოჯახო მარანი გვაქვს ნატურალურ ღვინოს ვაკეთებთ ბიო ნატურალურ ღვინოს ეგ ხო და მეორე ეხა უყურე იმას რა ქვია თქვენ გადაცემას ღვინოებს ფასების მიხედვით სინჯავდით და გადავწყვიტე რომ მე თქვი თეთრი წამოვიღო თუ ანუ კაცთელი წამოვიღო ქარვისფერი ქართული ტრადიციული თუ წითელი თქვა გადავწყვიტე რომ აი ნახევარია რა ეს ისა როზე არის კაცთელი და 80% საფერავია 20% კაცთელი და მე რო გასინჯავდი მე რამდენ ლარიანში გადის ერთი მითხარით რომ დავადო ფასი და ეს არის ჭაჭა აი მაგას ეხა გავსინჯე ამას ქვია მათარა მამაჩ ხო და გასინჯული და მათარა ახატია კი ახატია მათარა ეს ერთ-ერთი პირველი მათარა არის და გიორგი პოპიაშვილის გაკეთებულია რა ეტიკეტი რა გაისა ამაზე მე ნახაც უყურებდი ეხა ეგ უნდა მეთქო სანამ ლაბაზად არის და უკანახე ეგ უთხარი მეთქი ქვევრის ის ხო ძალიან ლამაზი ისა მომშევს ჩაშვებულია წარმოებაში კი არა ამას კი რაოდენობა ძალიან ცოტა გვაქვს მაგრამ მაინც 8000 მოსავალში ვნახე რო არის ადრე იყო ეს კაცის ღვინის ფესტივალი არის 11-ში იხარე გურჯაანში არა მან დარვარ არ გამოდი რაღაც ფესტივალებზე გამოდივართ ნატურალური ღვინის ფესტივალი არის ზერო საქართველოში ზერო კომპრომაიზი და მან გამოდივართ აი ვიგეგმება ეხლა თუ არა ეგ არის როდის არის ხოლმე ნინი აპრილში მე მგონი არ მახსოვს ზუსტად რა ანუ უფრო იქეთ ხო ძალიან კაი ფესტივალია სხვათა შორის თუ კი ჩვენ ეხლა მოგიწიათ ეგ ამბავი 11-ში ვაპირებთ გურჯაანში მაგით ვიკითხე ხო და 40 ლარს იხდი იმაში რა ქვია ბილეთში შედიხარ და კაროჩი ქვეყანაში საუკეთესო ღვინოებს რამდენსაც გინდა სინჯავ ანუ და სულ კაი ხალხი არის ამ ნატურალური ღვინის ფესტივალზე თან მე რამდენი დავხარჯე და ცოტა დავლიე ბიჭო ხო და მაგარია რა კაროჩი ყველას ურჩევ ვისაც ღვინო უყვარს რო იაროს და ეს მოკლედ ჩვენი ღვინო და ჭაჭა ამას დავაგემოვნებთ ჭაჭა შოთების ის რაღაც თამაში რო გაქვთ ამის ფასი მაინტერესებს სამი ჭიქა ამას გავამზადე დავაგემოვნებთ ოქტოპუსის ბიჭებთან ერთად იქეთ წავიდეთ და თქვენ ეხა ნახე ღვინოებს რო სინჯავდით ეს იყოს მაგრამ საერთოდ სნიდით და ეგრევე სვავდით და არა და დრო უნდა წითელ ღვინოებს უნდა დრო ვიცი მაგრამ სად არის რო გახსნი ერთი ან დეკანტერში უნდა გაუშვა ერთი 20 წუთი უნდა რომ ის არომატები ყველაფერი გაიხსნას და ჰაერიზაცია მოხდეს და თქვენ კიდე დავლიოთ მე მეძახილოთ შენ რა ღვინოს მოგეწონა ბოლო ყველაზე ძვირიანი ანუ თან გემოვნებაზეა რა ეხა თქვენ რო სვავდნენ ვიღაცა შეიძლება ნახევრად ტკბილი მოსწონდეს ვიღაცა შეიძლება მშრალი მოსწონდეს ვიღაცა შეიძლება ტკბილი მოსწონდეს ხო და შენ მოგეწონა ბოლოს უფრო მშრალი აშკარად ხო უფრო აი ის რო ქონდა რა ქვია ხო ბოლო ღვინო იყო ანუ მე რა მომენტი მქონდა იცი ტკბილი რო დავლიე რომელიც ამათ მოეწონა მე დავლიე ნახევრად მშრალი იყო ნახევრად ტკბილი იყო ეგ ხო და აი თემა რა იყო იცი მეორე იმაზე ქვევრი არის ეგ ჩემი დაკრულია და როგორც დაეკრა მეორე ჩემი დაკრულია შენახე აი აქ ყველა ამაზე დამოღავებული ვარ და მაგაზე ვერა ეს ნახევრად ყველაზე ის იყო
ძალიან ტყბილი და მეორე ჭიქაზე უკვე აი სუყე იყო რა ძალიან მარტივად. ის შალი ღვინო მირჩევნი. არ არის ეგეთი მუხის კასრში არის 51 გრადუსიანია და მუხის კასრში არის მე 1 წელი. გაიყნოსავს ახლა ეს იმიდა იმიანა. აი რამეა. უფ, აუ რა კაია და. მომისმენ ეს ღვინოზე არის დაყენებული. ჭაჭა არის ხო, ჭაჭა ხო, ჭაჭისგან დამზადებული გრაპა. უბრალოდ გამიგია რომ ბრენდის სპონსორი რო აკეთებ ღვინოზე აკეთებ. ხო არა, ღვინოზე არა, ჭაჭის არის რა. პირველ რიგში წარმატებები. ეს როგორც ხვდები, ანუ არ ვითარებ და ხო, აი რა აქვს რომ ეხლა ვცდილობ რომ ნელა ჩავერთო. ვცდილობ რა ჩართული ვარ ესე ცოტა-ცოტა. ვეხმარები მამაჩემს, მაგრამ მე ალბათ საბოლოო ჯამში მინდა რომ მაგამ ბავშვი ვიყოს კახეთში. გვაქვს სახლიც და მარანსაც ვაშენებთ და ანუ კარიერის დასრულების მერე მეღვინეობას უნდა მიაწვე. კაი საქმეა რა, სახლში გაქვს სულ კაი ღვინო და ჭაჭა, აი მაგას რო კონვერსო თავი და ხო და აქვე მე თავხედი ვიქნები და პირველ სადღეგრძელოს მე ვიტყვი თქვენის ნებართვით. მე წავიდეს ეს წრეზე და მე მინდა რომ შენს წამოწყებას შენს უმაგრეს საქმეს გამომარჯოს, რომელსაც რა ვიცი, დარწმუნებული ვარ, რომ წარმატებას მიაღწევა ამ ამბავში და ყველაფერი იქნება მაგრად და კარგად. წარმატებები ყველაფერში საერთოდ. რაც უფრო ბევრი იქნებიან მეღვინეები და რაღაცა, რომ ჩვენ უფრო მეტი შევხვდება ცოდნა. გენაცვალებს. სულ სტუმრად ყოველდღე დავბადილი. ებიცი რა გიორგი, ხო ის. რა, საჯო ბევრი უნდა აკეთოთ კაცო. გაგიმარჯო. სუშრომაში უნდა ვიყოს და საქმეში რა. ჩვენს გავსინჯობთ ხოლმე, რომ არ არის პრობლემა. შევაფასოთ. აბა ეს აი მე სპირტი უფრო მევასება რა. ხო, მართლა. რატომღაც ხო, იმიტომ რომ ვაუ, ისე ვარ ხოლმე, მსუბუქად ვარ მაინც რო ვსვავ და აბა დალი ერთი, მოგეწონები. ბევრს გრადუსი აქვს. 51 ხო. არომატი ძალიან გემრიელი და გემო ვაფშე ეჭვი მაქვს რომ ვაგანარი ვიდრე რო დავცლით ჩვენ არა მე მაგაში კარგად იქნება ჩვენი ხვალ 8-ზე მაქვს თამაში რაღაც სამჩიქას დავლებ აი всё მე მაგაზე მეტი არც არის საჭირო თორე პოდკასტს ვერ დავასრულებთ ძალიან კაია მე ძალიან მეწონა სამ შენინებით ვსვავ და მე ვეღარ ხვდები რომ ამისი ანუ კი ვარ სპორტსმენი მაგრამ ბოლო 2 წელია მე და მამაჩემი საღამოს ჯიგრულად ბოლო 2 წელია შვიდკაცაში ლელო არ დაგვიძა თამაში არ მოგვიგია თამაში არ მოგვიგია ჩემი ბრალი ნაღრად არ არის მაგრამ შეიძლება ჭაჭის ბრალი ცოტა ვნახოთ არა ძალიან კაია მე ძალიან მომეწონა ეს თუ დავლეთ ხალ შეიძლება ვარჯიშები და შენ წავიდეს როანი არის ვარჯიში ეს ვარჯიშის მერე თუ იქნება ეს ერთი ბოთლი მე ვარჯიშს ვიწყებ ოფიციალურად აუ არა ძალიან მომეწონა იყიდება თუ არა სადმე თქვა ეგ უნდა მეკითხა და კი იყიდება მაგრამ ესე მაღაზიებში არ ვყიდით ბარებში ვყიდით რა უფრო რა მე ვიცი ერთი ნატურალური ღვინის ბარები და ადრე კლუბებშიც ჰქონდა. ცეხში არის თუ ორფსები ერთ-ერთი? ცეხში არის, ღვინის ბარში, ვაითრებიჩი არის, იმაში არის აპრილი რო იყო. არის კიდევ არც ვიცი. აპრილი არ ვიცი. კლუბი. ჩვენ უგზავნით ჭაჭას, მაგრამ იყდიან არ ყიდიან. ხო და ჩვენ არ ვართ. მე არ ვარ εκεί. გუდაურში. კაი ჭაჭა თუ კი რა რთული საშუალებელია ხოლმე და გუდაურში ვაითრებიჩი. თამაშიც არის რაღაც, თამაშიც გვაქვს. აუი, დაბადების დღეებზე მე ვიცი რომ 7 იანვარი მერწყული. 27 იანვარი. ხო? მეთქი მე ვიცი თქო მარტო თურმე ჩემს შულს აქვს 27 დაბადების დღე 27 იანვარს კი. ნინოობას? კი ბატონო. გოა ბიჭია? ბიჭი. მოემზადოს ხუმრობებისთვის რომ ნინო რატო არ დაგარქოს. მთელი ბავშვობა გაგაწამე ეს. ჯერ ხო სოსო მქვია. მე ნინო რატო არ დაგარქოს. ბიჭო ისა რატო უყურებთ ეგ ნინო კაი არა არა ნინო არა ნიკო უნდა დაგერხვა რომ აი ერთი ასო შეეშალა თქო რომ სხვადასხვა იმაში რომ ნახო არიან აქ რა ქვია ნუკრის და დოდოს გარდა ტიპები ვისაც ნინო ქვიათ ჩვენთან რა ქართულ რეესტრში რა გადაამოწმო კი როგორ არის გამოქვეყნებული და უცნაური მარიამი შეიძლება ერქვას ტიპს და პირიქითაც შეიძლება იყოს რა გიორგი ვიღაც იყოს გოგონა მაგრამ არის შემდგომსა რეესტრში რომ შეამოწმო არის ნინო არის რა გოგოს არა იტალიაში კაცის სახელი როგორ წერია ესე იტალიაში ნინო ხო ჯან ფრანკო ნინო აი რა უნდა გესკო ის რა ქვია პიცა პეპერონი ჯან ფრანკო წერია რა რომ 50 ბიჭს ქვია მამრი და რაღაც ნინო ქვია სახელი მარიამი ამდენობს ეგრე იყო გამოქვეყნებული ფაზე რატო მიხსნი ბიჭო იმიტომ რომ მე სადაც ვნახე ეს იყო გამოკრული მახსოვს ხო და შენ დაბადების დღეზე ვიეტნამში
არის ბანანების დღესასწაული. ეს იანვარში. ბანანების ბანანები как бичე. ეს არის? მაგიტომ მიყვარს ეს ბანანი. 10 თვე. 10 თვე ყოჩახი. 6 ოქტომბერს არის რუსეთ-თურქეთის ომის დასაწყისი. მაგათი ორივესი. დაუხოცეთ ერთმანეთი. კიდევ დაიწყო. კიდე რამდენს გავხარდო. აი 365 დღეს შემიძლია მაგითო დავლიო. ზღვაში რო იომონ რა. ზღვაში ხო, ხალხში 365 მიზეზი რატომ უნდა დალიო? ეს არის ვიღაცა მეღვინე კაცი ხარ. ყოველ საკამოს გაკიდე. ზოგი ისეთი სისულელე წერია, მან მეტი შეუძლებელია. რაღაცა ომი იქნება ნინის დაბადების დღესაც, ჩემი ცოლის დაბადების. აუ ნახოთ. რაღაცა ომი იქნება. ღებავების დღე არის დედამი. ბალი არის, აი მენა ისე ევასება ღებოა. ღებავების დღე. თუ არას ივნისში გადავსულა. მიდი იკაც იქნება. იქ შეიძლება მალიანების ეწეროს ვაფშე. პიანინოს ამწყობების საერთაშორისო დღე ვაფშე. აი ეგ ხარ. ჰაცდა. პიანინოს ამწყობები არსებობს. აუ რა გაიქნებოდა ღებავების. უი, სხვა შორის მე მყავს ერთ ხოლ დანახი. პიანინოს ამწყობი. და მე მჭირდება სხვათა შორის და სად ყავს დანახი. არა, ის თავის დროზე რუსეთში მე აქ საპიანინოს ალბათ არის ხო ეხლაც მჭირდება პიანინოს საწყობანი. კი როგორ არა. მოდიან ჩულოკები თავისი მერით. 1-2 კაცი იქნება. სხვათა შორის აპლიკაცია რაღაცა. პიანინო. ხო და იქ შენი თვიცი უკაკუნებ და თავისი გასწორებინებს იმას. გადაჭერები და ამბები. არა, იქ ინსტრუმენტი უნდა სპეციალური. კიდე ბიზიმ შევხიძე და აპლიკაციის შოვნა ყოფილა ყველაზე რთული. სულ კი ვერ შევ პიანინოს ამწყობს ბიზი. ერთი დააგდე შენთვის და თან მანდ ხო იცი პიანინოს სპეციალურად გააკეთეთ განსხვავებული ისინი რა, ანუ ჩვეულებრივი იდეა შურუფი წავა რა იმის ადგილას, მაგრამ განსხვავებული თავები გაუკეთეს რა. პიანინოს ამწყობებს კონდეთ მარტო ეგ რა, ინსტრუმენტი მაგის. მარტო მე მგონი ეგრე იყო. იმიტომ რომ იქ ჩუბაკი მოვიდა ძალიან ვაჟნი და ეს არა სწორად უკრავს და გადაუჭირა. თან იმაზე იყო. სვენით იყო. კი. ხო მაგას არ ჯობია რომ აპლიკაცია მკითხრას აპლიკაცია დავაწყო გიტარა შენი ნაჩუქარის სხვათა შორის და რაღაცა ვერ უკრავს. ახლა მე ვარ დებილი ხო მაგასაც ვერ ვიტყვი. მაგასაც ვერ ვიტყვი ჯერ აწყობს კარგად აპლიკაცია. უისე ხო მაგის იმაზე ჰობი გაქვს რამე იმის გარდა ანუ მეღვინეობისა და რა ვიცი რას გიტარა და ეს უნდა იყოს ახლა მეღვინეობა გიტარა ბავშვობაში კი ვღეროდი ცეკვავდი 1-10 წელი ქართულს. მაგრამ ესე ჰობი სპორტი რა ისევ რა თხილამურები კალათბურთის მევასება ფეხბურთს სხვათა შორის ძალიან მაგრა ვთამაშობდი მაგრამ მამაჩემს არ უნდა და რომ შევეყვანე იმიტომ რომ მაშინ მაგ პერიოდში ერთი ასაკის ვარ დაახლოებით ჭრნელები ძირითადად ნარკომანები იყვნენ და ფეხები დაიგრეხებაო ხო და არ შეგიყვანეს და რა შეგიყვანეს არა ჭრნელობის ამბავში რა რომ ეხა ჩემთან უბანში კვარტალში ჭრნელები არა სასინელება ხდებოდა ხო და და ჩვენამდე ვაფშე პიზდეცი იყო მაგრამ ვარ შევყავხარ არა და მაგარი შუბელს იმის გამო რომ იქ ნარკომანები არიან არა მე უნდა ვეჭხუბო და გავლახო ის და არ მინდაო რა ჩვეულებრივ უნდა იყოს ბორების მერე წვრთნელი ახალ მანქანას ყიდულობდა ხოლმე ჩვეულებრივ ის იყო ჭყერაო ხო ეგ თამაშის ამარაზმია ეგ არა ჩემი ჰობი ხა რა საუბრობთ რაზე ჭყერაო არა მე ის ჩემი ის დაალევა სხვათა შორის ძალიან მიყვარს ახლა კი არა კაისად ეს მაგრამ რა სპორტსმენი კი ვარ, მაგრამ კარგია რა. ზომიერ, თან ჩემი ეს ხელს არ უშლის ვარჯიში და დალევა ერთმანეთს. მე ბუდის მოყვარული თუ ხარ ადამიანი. ნორმალურად თუ სვავ რაღაც მე ვახერხებ. პროფესიონალურ სპორტს თუ არ იმაშობ, ხო. ჩემი აზრით რო აკონტროლები და რაღაცა ფარგლებში რო ჭდები, არა პრობლემა. მე ვახერხებ ძალიან. დავლიო კიდევაც და ვივარჯიშო კიდევაც არც ერთში არ მიშლის ხელს. განტვირთვა აუცილებელია ხოლმე. კი, არა, პროფესიონალი სპორტსმენისთვისაც მე თუ მკითხავ აუცილებელია. ყველაზე მაგარი დიდი ტრავმა რაც მე მიღია, იმიტომ მიღია რომ იგივეს ამბობს, ამას უთხარი მე რაც მითხარი რა. იგივეს ამბობს, ამას უთხარი მე რაც მითხარი. შენ 720 კილო ვერ მოძრაობდა, ადამიანი ხოძეა და ნაკრებში თამაშობს. შენ რამდენი ხარ? 90-მდე იქნება, ხო? 82 დაიკებლიდო? 5 ხო იყავით არო თამაშობდი. 5-დან 2-მდე რა. ვიკიპედიაზე 5 უწერია. იმენა ვიკიპედიაზე იმახსოვრებ და ციფრებს იჯდა. ბიჭო, ამახსოვრდება ეგეთ რაღაცები რა გავაკეთო ეხლა.
მე რო არ ვარჯიშობ თან ისე როგორ შევხედე 27 იანვარს არის ხო 27 იანვარს დაბადების ეგ როგორ უნდა დამოვიწყდეს აი მეც არ დამოიწყებია ბევრი ერთი სიმაღლის ვარ თან ბევრი 1-5 კაცი ვიცი იანვარში 27 იანვარში დავაწყდა მერწყულები ჩვენ ვართ 4 ძმანი და 4-ვე იანვარში ვართ მართლა მერწყულები ხართ ყველა მამაჩეს მაგარი ზინეთია ახალი წელი შობა გრიზმანის შვილები არ არიან ერთი და იგივე დღეს არის სამი შვილი დაბადებული სხვა ასაკის ხო სხვადასხვა ასაკის ერთი და იგივე დედა ჩემი და მაგის ძმა არიან ეგრე ერთ და იგივე დღეს სხვა წელს სხვადასხვა წელს ვა მე ჩემ დღეს არ ვიცი მაგრამ მიუხედავად იმისა რომ სექტემბერში ძალიან ბევრს ვიცნობ ვისაც აქვს ხო 29-ში არის კლასელი ყავს შეჩემ კიდე კაი დაიმახსოვრე გიორგი სულ არავის არ ვიცნობ და კლასელი იყო ვინ კლასელი 28-ში აქვს მაგას 28-ში ოკეი დებილო როსანო აი საშველი არ იქნება ეს მასწავლის ახლა კლასელებს ფრენბურთის თამაშიც არის ერთ-ერთი ჩემი ჰობი და ვითამაშოთ ვინ შეგაყვარა ფრენბურთი ვინ შეგაყვარა უბრალოდ ფრენბურთი შემაყვარა ჩემაც სომა ნინო არის ფრენბურთელი არის რა იყო ყოველ შემთხვევაში და ნაკრებში თამაშობდა. ხო და ეგრე გავიცანი თან ეგა მაგარი ფრენბურთის თამაშის დროს გავიცანი. კუსტვაზე ვთამაშობდი ჩემ ძმაკაცმა წამოვითამაშოთ და ჩემი ცოლი გავიცანი მაგრამ მაგარია. მაგარი კი რა ძალიან მაგარი. კაისო და ფრენბურთიდან გამოიყვანა და მასტერშეფში შეიყვანა. და კაისო წოლებს აკეთებს. ვარმა ექსტატია წაიკითხე შესაძლებელი ვარ არ პერცავიკითხე ვიცოდი მასტერშეფში რო იყო მაგ პერიოდში უყურებდი. ეგ ვიცოდი მაგრამ რაღაც სტატია იყო რაღაც საიზზე. მეორე თუ მესამე სეზონი იყო? მესამე სეზონი იყო? მესამე ხო ის მახსოვს იმან არ მოიგო ია არ ერქვა პატარა მაგის მე რო ვეღარ უყურე ხო პატარა გოგო იყო ვიღაც ვინც მოიგო ხო არა იმ ქერა ბიჭმა მოიგო იმ ბიჭმა მოიგო მე ერთი ბოლო ორსები ეხა საბურგერიში რომ მუშაობს იქ ხო ეგ არა მაგის მე მაგან მეორე მოიგო მაგან მეორე და მე ეგ ბიჭი ვიცი იქ მაგარ ბურგერებს აკეთებს რაღაც ვიდეოში ვნახე მე ის რა ქვია მაგას ის რა ერქვა ინტერვიუ რო წავიკითხე სერგო ინტერვიუ რო წავიკითხე ინტერვიუ შეეწერა რომ ნინი თქვაო რომ ჩემ ქმარმა დამაძალა მაგ პროექტში პროექტში კი არა ვაფშე სამზარეულო იქ ხო ბენდუკიძეში მახეში გაბო არა მართლა დედას ვისავარ სამზარეულოში შესვლა და შედი ის ხო არა ანუ დაამთავრა უნივერსიტეტი ამ ქვეყანაში უნივერსიტეტს რო ამთავრებ ხო არაფერი არ იცვლება შენ ცხოვრებაში ამთავრებ და ვაფშე როგორც დაამთავრე ისე დაამთავრე ხო არიცოდა რა უნდა ეკეთებინა და მე ვთქვი რავი კულინარია და ამუღამეთი მაგაში არ შეიძლება არ დაგეთახმო ხო რა კიო ცოტაო და ბენდუკიძის იმაში უნივერსიტეტში რა ქვია რავი კურსი იყო რაღაც სამთვიანი შევიდა მაგრა გაუსწორდა მაგრაც ისწავლა მიხარ რესტორანს მართავს როგორ გავუკეთოს ხმარს საჭმელი კურსი კაი კურსია ხო არა მეც მევასება საჭმლის კეთება ანუ კულინარიაში მეღვინე სუფრა გაშლილია რა აქედან ღვინო მოდის იქედან საჭმელი ჩვენ საძმაკაცოში ცოტნე ყავს მაგის ხო და ეგ არის ძალიან მადლობა გიორგი რა ძალიან ცუდი ამბავი არის ცუდი რა კარგი არის მაგრამ სახიფათო ამბავია რა თქმა უნდა საჭმელი სუკაი არის სასმელი სუკაი არის და მინდის მე სახში ქონდა ესე ღვინის ჭიქები რა ეხა წავკიში ვცხოვრობთ ჩემ ოჯახთან ერთად დედაჩემთან მამაჩემთან ერთად და სახში ქონდა ესე ღვინის ჭიქები ყუთებში ჩაწყობილი რა და სტუმრები რომ მოდიოდნენ ამოვალაგებდით დავაწყობდით მაგიდაზე მე გავრეცხავდით ჩავალაგებდით და ნინი უყურა ამ ამბავს და მოკლედო კაროჩეო თარო უნდა მიუძღნათ ჭიქებსო და ეხა ერთი თარო არის და ჭიქები დეოს რა ეგრევე დაიწვიო და დალევა ატეხო არა ძალიან კაია არც იმ ეგრეც უნდა იყოს ოჯახში საქმე თორე აბა სხვა ეგ არის მხიარულობა ბედნიერება და არა მართლა კაია მეგობრებთან ერთად დროის ტარებას არაფერი გამოიღვიძა ხატვები დაიწყო ანინეც გაგვი ოჯახთან ერთად არის დღეს სოსო ჩვენთან YouTube-ს უყურებ ვაფშე YouTube-ს უყურებ ძალიან აქტიურად ალბათ ყველაზე დიდხანს YouTube-ს უყურებ ტელეფონში ყველაზე აქტიურად YouTube-ს ხმარობ დაჟე რაღაც პერიოდში მინდოდა კი არა ძალიან დიდი ხანია მინდა რომ რაღაცები გადავიღო. ამ მეღვინეობის ამბავში კი ვიღებ ოღონდ TikTok-ზე და Instagram-ზე და
მინდა რომ YouTube-ზე აქტიური გავხდე, მაგრამ ვერ ვბედაო რა ჯერჯერობით. და დრო არ მაქვს რა, რომ ხარისხი კარგად გავაკეთო. თუ გავაკეთებ, მინდა რომ რაღაც ხარისხიანად გავაკეთო ასე თუ ისე და ძალიან და ბანძად არ დავიწყო. მე თვითონ უნდა გადავიღო, მე თვითონ უნდა დავამონტაჟო. ყველაფერი მე თვითონ უნდა გავაკეთო და. ცოტა თავს ვიკავებ, მაგრამ მე ვასება მაგრად რა YouTube-ი რა უყურებ, ოღონდ აი ძირითადად უყურებ სახლების შენებას და რაღაც ხის woodworking-ი მე ვასება. და მაგას უყურებ. ის რო არის ტყეში რო არა ეგ მაგას ნაკლებად უფრო აი ხეზე მომუშავე ტიპები ვინც არიან რა რაღაც ავიც რო აკეთებენ იმას რო აკეთებენ ეგენი კოტეჯებს რო აშენებენ არა ეგეც მევასება კოტეჯებს რო აშენებენ ეხლა მე ცოტა იმას უყურებს ხოლმე დიდი საპრესი მანქანა რო არის ხოლმე და რაღაცებს უყურე და აი ამიგორეს აი მეც ნახი მაგ ჩამთრევია ხო არა ჩამთრევია რო გაინტერესებს TikTok-ზე მაგას რას უსვავს რო რატო ამიგორეს რა თქვა იცი ეს როგორ არ მომქონდეს შეჭება არა ის თან ვიხუმრე მაგრო სპეციალურად მაგრამ ამათ მააგორეს რომ აი ისო ესეთი პრესი მეც მინდა მქონდეს თქო რა ეგ თქვი და აი ხო პრესი არა ფულს გააკეთებ მაგ პრესი კი როცო იცოცხლე რამდენიც გინდა მე უყურებ აი კოტეჯების შენებას და რაღაცებს და მე თვითონაც ვაშენებ საინტერესოა სახე წავკიში ეზო გვაქვს და იმ ეზოში მინდა რომ ავაშენო სახელოსნო რაღაცა საწყისი გავაკეთე ანუ კაი საინტერესო იქნება სხვათა შორის და შენ ეხა რეიტინგიც გააქვს თან და ეგ უნდა გამოიყენო რა ჩემი აზრით YouTube-ზე რომ აქამდე უფრო გამოვიყენებდი ალბათ რომ ექნა მაგრამ აი გეუბნები რა მაგის ის მაქვს რა შიში ისეთი ნათქვამია მაგიტომ ვერ ვდგავ მაგნაბიც რომ მინდა რომ ხარისხიანად გავაკეთო აი რაღაც ვიდეოზე ხა ერთი იმის ვიდეო გადავიღე დავამონტაჟე და დავდე Instagram-ზე და TikTok-ზე რა ის ღვინის მათიაშვილის მარნიდან რა და რო დავამონტაჟე ძალიან არ მომეწონა მე თვითონ რა ანუ მე თქვი აი არაა დასადები თქვი ჩემს მას გავუგზავნე და არაა დასადები ძალიან მაგარი არისო მე ვიღაც ნინის გავუგზავნე ძალიან მაგარი არისო მამაჩე ყველას ძალიან მოეწონა კაი დავდებ მეთქი დავდე და 130,000 ნახვა აქ Instagram-ზე და რაღაც 60,000 TikTok-ზე ანუ ოღონდ 1000 რაღაც 500 გამომწერი ყავდა ეხლა 2100 ანუ მე თვითონ არ ვარ რა ჯერ კმაყოფილი ჩემი რა იდეაში კრიტიკულად უყურებ უფრო რაც არ უნდა იყოს და მაგრამ თუ არ შეხედავ კრიტიკულად ვერც განვითარდები ალბათ მაინც ბოდიში გიორგი რა ქვია როგორც არ უნდა იყოს როცა შენ გადაღებულ შენ თვითონ ამონტაჟებ გაცილებით უფრო კაი გამოდის რა ალბათ ეგ უეჭველი მაგრამ სამაგიეროდ რო ამონტაჟებ გბეზრდება და გონია რომ არაა კაი რა იმიტომ რომ უყურებ ერთი 10 ჯერ და იგივე რაღაცას მეტჯერ უყურებ და არაა კაი ხო მაგრამ რაღაცა იმას იპოვი რა ნიშას რომელიც აი ხო და ეგ მინდა რომ ისე დავამუღამო რომ ხარისხიანად ვაკეთებდე და მე ხარისხიანი რაღაცე ანუ ისეთ ხარისხიანად კი არა რომ აი იმენა ყველანზე მაგარი შენ უნდა ერთობოდე რა ყველას უბრალოდ ჩვენ ახლა მონტაჟი ვყავს ამ გადაცემაში და მაგალითად გუშ წინა გადაცემაში დადებულ ვიდეოში აღმოჩნდა რომ ჩინეთის კედლის სიგრძე არის 44.7 კმ/სთ აქედან მადლობა ჩვენ მემონტაჟეს ესეთი ყურადღებისთვის და ესე მონდომებისთვის 44 კმ-ია ჩინეთის კედელი? არა. ალო 44 კმ/სთ. არა ისე კილომეტრი 44 კმ. 46,000 თუ რაღაცა ვაფშე კილომეტრი. 40 რამდენი 1000? არ მაქვს რა 46,000 კილომეტრი არ არსებობს. 21,000 ხო. 21,000. მე მონღოლეთს იმაშვება. მე რამდენი დავწერე 100 ხო? შენ დაწერე 18 კილომეტრი მე მგონი. არა მეც ალბათ დავწერდი ერთი 100 ხო? არა 21,000. შენ ვისთან ერთადაც გითამაშია. ყველაზე მეც ვინ სვავს? გარემარბების გარდა. ყველაზე დიდხანს შეუძლია რომ გაკაჩოს, აი რომ დაჯდეს ახალ დღეს და აი შეუძლია რომ ერთი კვირა სვას რა, ოღონდ აი თავის დალევს დღეს, მერე დაიძინებს დილით, გაიღვიძებს, კაი პახმელიას გაიკეთებს მერე საღამომდე დალევ. თუ აქ რა მაგის საშუალება და დრო. ყობახაო შეიძლება თქვას. ეგეთი არის ბეგო რა, გიორგი ბეგაძე.
აი ესე რომ ბევრს იტანდეს. დამიჯდება ერთ-ერთზე. ხო და აი მაგას გეუბნები ერთ-ერთზე დაждდომით ვერ არა დაათრობ რა. ეგ სხვა თემაა. ხა მე კი დამათრობს, მაგრამ მაგარსველს სმელი ვერ იმას ისავს რა ქვია. მაგარსველს ვერ გაუკაცავს, მაგრამ აი ბევრს რო სვავდეს მაგას ვერ ვიხსენებ რა. ჩემი ძმაკაცი მახსენდება გიორგი ჭუაძე, შვიდკაცაში არის ეგ. ეგ სვავს ბევრს ხა რასაც ვიხსენებ. მაგრამ ხო გააჩნია საცვა. მაგას გააჩნია რა სვამ გააჩნია რა გარემო არის, როგორი გახურება ქონდა. ხა მქონია დღეები რომ ვაფშე არ დამთვალა, იმდენი დამილევია და დამიგდია ყველა. მაგრამ მე შეიძლება მქონია რომ ვიღაცებს დაუგდივართ. კი კაცო. გორის კელეხში მივდივართ ხოლმე, ყოველ გორის კელეხი კახეთში, გორის ყვა. დეკემბერში რა, ჩემს ვაკასთან გიორგისთან და მან არ ვიცი, ალბათ კაცების 64 ეგ არის რა. ხორცე, ახალი ხორცე. კაცების რა, ჩემი რო ეგ არის ზუსტად ვიცი. თქვენის რო ეგ არის, აი რო მოვკვდები, მან მინდა რომ მოვხვდე რა. რამე 64-ია. რამე რელიგია დავარეგისტრიროთ. ხო და აი მან ისე მეხსნება რომ აი რა ყანწები და ეგეც ხო ეგ უნდა მეთქვა რომ გააჩნია ხასიათს რა ზოგჯერ შეიძლება აი მართლა ორმაჭიქა მოგწესერი და ზოგჯერ აი მიდი და ალბათ ბეგო რა ბეგო არის აი ეგეთი მე გოსავს ყველაზე მეც ყველაზე ხანგრძლივად ხანგრძლივი საქმე იცის კაროჩი კიდე აგრესიული ვიქნებ ერთგვარიანი დალევაში ერთგვარიანი ჩელენჯი ცოდნასთან ერთად ვინ გადარჩება ჩვენ გვაქვს ესეთი იდეა რა მე და გუნდიშას რომ გავაკეთოთ 24 საათიანი ლაივი დალევის სამარილეზე ხო დალევის ლაივი ოღონდ არა ლუდის რა და სადაც მოვიწვევთ აი ლუდზე გიორგი ჭუაძე ვინც თქვი ხო კახი ხო რაოდენობით ხალხს მოვიწვევთ რაღაც რაოდენობით ხალხს რამოდენიმე კაცი რა შეიძლება დაძინების ფონდის იქნება რაღაცები უბრალოდ ჩელენჯის შინაარსი უნდა იყოს რომ 24 საათში რამდენ კილა ლუდს დავლევთ აი მაგალითად ხა სადაც ცოტა შორსო კამერა დავაყენოთ ხო და აქეთ სასტავი ვართ 1-4-5 კაცი ალბათ რა და ძალიან ბევრ ლუდს დავაწყობ და 24 საათის განმავლობაში სულ ლაივში ხართ ან რა რამდენ კილას დავლევთ ჩემი მაგას დაპატიშეთ კაროჩი აუცილებლად იმიტომ რომ ერთი შეკრა 48 ცალი ის აქვს დალეული რა ერთ დღეში რა მეტი არა ხო კარგად ვავსო ბიჭო ერთ დღეში ხა 24 საათი არა ანუ რაღაც უფრო ნაკლებ დროში ცოტა არის 48 არა 28 ბევრი არის 24 ანუ კაროჩე 1-4 ბაკალს თავიდან 4 იმას ბოთს ისე სვავს რომ ვერც ანუ მე ვერ ვასწრებ ნახევარის დალევას რა არა ლაც აი ეგ ადამიანი უნდა მოვიდეთ ჩემთან ერთად ლუდის დასალევად ბიჭო აი შენ ლუდს არ სვავ ჩქარა ცოტა მე ჩქარა არ სვამ რაოდენობა გიორგი ნუ აი 5 ლიტრი დავლიეთ 15 წუთში რაღაც ჩქარა არ სვამ შეჩემო ბარე რომ მოინდო ამდენი დაფელია რომ ჩქარა დალევა გამოსულოდა ეს არის დეგენერატი ამასთან ერთად არც თამაში მიყვარდა აი ვერ მიყვარდა დავიზარდი არ ვიცი ესე სამი ხოდა რაგბზე არის ეგეთი ისინი რა სტერეოტიპები რეალურად შარიანი არავინ არაა რა ნაჩხუბრები ხართ უკვე თამაშის მერე და ხო და ისედაც პირიქით ეგეთი სიტუაცია რო არის ხოლმე სულ ცდილობენ რომ თავი შეიკავონ ხა მე ვისთანაც ყოველ შემთხვევაში მე ვისთანაც ვაკ მორაგბეებთან ურთიერთობა და ნაკრების გონეზე ვიც ცოტა ანუ იციან რა ხვდებიან რომ არა აქ მაგას არანაირი მუღამი რომ ვიღაცები დაჩაგრო რა ჩვენ როცა თამაშობდით პირველ რიგში გვასწავლდნენ მაგას რომ ანუ მოცინა ამდეგეს პატივი უნდა წე ჩხუბი იქნება მშვიდობა იქნება რაღაც არ უნდა იყოს რა ყოველთვის ერთმანეთის დაცვა მეგობრობა გვერდში დგომა პატივისცემა და ესე შემდეგ თამაში რომ თავდება ხო რაც მოედანზე მოხდა ყველაფერი წარსულში რომ ჩაეხუტო და არავითარ ყველაზე დიდი დანაშაული რა შეიძლება და მოხდარიყო მე ეგრე მასწავლეს ყოველ შემთხვევაში მოედანზე თუ ჩხუბია და ვინმე მოედნის გარედან ეგ არის აი რავი ყველაზე მეტი დანაშაული დანაშაული და ისედაც რა მე დასჯადია ძალიან ეგ რაგბის პრინციპებში სარჯდება ხო იქვე უნდა მოგვარდეს ძალიან ისეთი მკაცრი წესია რა ხო ეხა მაგარი ჩხუბები მაქვს დანახი რაგბზე თამაშზე და ყოფილვარ მონაწილე და რა თამაში რომ თავდება მე სხვებისო თქვენი არა საერთოდ ხო აქ კაი ბიჭები ხარ არავინ არ ჩხუბობდა საერთოდ აი ხელი არ გამოქნებიათ ბიჭო აი მაგარი ხო და აი დაბალ დივიზიონებში და ადრე 1-10 წლის წინ ხო საფრთხე ჩხუბები იყო რა ეგრე არ ისჯებოდა და
არ უნდა იყოს ხო 13 კაცა რაგბი არის კიდე ავსტრალიელები თამაშობენ მაგრამ აი მან ხო წესების განსხვავებულია ცოტა რა წესები განსხვავებულია ხო მაგრამ მან ეხლა ბოლო 2 წელია ცოტა გაამკაცრეს მაგრამ სანამ გაამკაცრებდნენ ეს ბოჭებზე და იმეებზე ხოცავდნენ ერთმანეთს ვაფშე მარტო მხრით ეჯახებოდნენ და 10 წლის წინ აი აგინდ UFC-ისთვის გიყურებია 13-ზე გინდ მაგისტვის რა სულ აი ჩეხაობა მაგარი ჭუბი და რო იჭუბებდნენ კარგია საჯი ესე აბა დავშვიდეთ და შო არც ყვითელი არც თუ მორჩით გავაგზავნოთ გვამი გავიტანოთ ის მართალია რომ ფეხს არ ურტყავენ ჭუბის დროს ერთმანეთს ეგეთი რამე თუ დაფიქსირდა და დაინახა ან კომისარმა ან ვიდეოში ალბათ შეიძლება სეზონის დისკვალიფიკაცია მიიღოს ტიპა ანუ ფეხი არ მოსულა 10 თამაში მინიმუმ რა ფეხბურთელები პირით მარტო შეხტომის სისტემა არის ხოლმე არა ფეხის დარტყმა ჯერ ჩაშიპოა ეხლა ცალკე ტერმინია რაგბში რომელიც ეგეც აღარაა არა ხო ადრე იყო აი შეეძლო რომ თუ უშლი და ბურთის გამოტანაში შეეძლო რომ ეხტუნავა ტიპსი ხო ეხა ვიცი რომ აღარ არის არა ეხა წითელია ეგრე ეგეც გაგონილი მქონდა ფეხს იმენა არ ხმარობენ ჭუბის დროს იმერ პროსტა ხდება ცოტა მიკვირდა რა იმიტომ რომ ჭუბი თავის შეკავება მაგრამ ძალიან საში ან ძალიან ცუდ მომდა თითქოს ცუდად ხო ეგ იყო მომენტები როცა აი მოედანზე მაგალითად ჩვენმა დააშავა ну იქ რა თქმა უნდა დავიცავდით ხო მოედანზე შენი ას ეხა უკან არ დაიხო გასახდელში 2 იმდეს ვაგინებდით, ვაფურთხებდით და ვცემდით, ვიდრე მოედანზე შეიძლება და მოსულოდა რა, იმიტომ რომ ეგრე არის რა, ეხა შენიანს დაუდგები გვერდზე არც ერთ ვარიანტში, მაგრამ ნუ შიგნით უკვე გასახდელში შენი თემაა და შენი ის არის რა. სწორი არასწორი მოკლედ კარგად არის გაყოფილი რა, რომ ეგეთ რაღაცა ის დიდებში მაინც კლიანობაში რაც უნდა უხეში თამაში იყოს და რაღაც პატიოსნა და ესე წესებს რომელიც ისე არის ძალიან ინარჩუნებთ რა და ეგაია მაგას გასწავლ ჯერ საჭთან ურთიერთობა აი ეგ უნდა მეთქოს როგორ მევასება ისი ეგ რომ პირველად ძალიან გამიკვირდა ლოკომოტივის გვერდზე რომ სავარჯიშო მოედანი იყო ადრე ხოლმე რაგბის ის იყო რა იქ ამ პარკინგზე ვარჯიშობდა ხალხი ან თუ გაუმართლებდათ მან და პატარების ის იყო რა ანუ პატარა ბავშვების თამაში იყო რაღაც და ეგ ტიპი ვინც იმ საჯამანდ მახსოვს მე ლოკომოტივის გუნდთან ერთად ივარჯიშა პროსტა ის რომ მორჩა მე ლოკომოტივი მოვიდა და გუნდთან ერთად ივარჯიშა ჟოსლი ტიპი იყო რა ამ ტიპს თვითონ ისეთი კაი დამოკიდებული მეკონდა ბავშვებთან ამა ჯელტმენებო რაღაც ის მიმართვები და ის ამბობ შანსი არ ახლა ის ბავშვი გაიზარდოს ის რომ ეს სუჯა რა შვები შეჩემა და არ არსებობს ეგ დაგიძახოს მე და ეს მიმართვები ერთმანეთთან და რაღაც და ეს რაც აღდა გაბრაზებული იყო რომ თავის შეკავება შეგილია შეიძლება გითხრას რომ მე ჩემს საქმეს ვაკეთებ და არა დაჭადია ხო რა ხელი დაგიქნიოს და შენს კაპიტანი არა ჩვიდა თუ დაუხარო რა თქმა უნდა რაგბის არის რა რომ და ჩვენ ჩემპიონატში ხა მithumetes და დაბალ ლიგებში და დაბალ ასაკში მშობლების პანიკებია ხოლმე საჯები როყვებიან ხოლმე ბიჭები აუ საშინელება მაგრამ ნუ შეძლებს და გვარად მორაგბეებს და საჩორის ბევრად კაი კომუნიკაცია ალბათ არც ერთ სპორტში არ არის ეგეთი კაი კომუნიკაცია ხო კი და კაი ურთიერთობა ანუ რაგბის საჯები არიან აი ან ჯერ მარტო ის რომ ჩვენ ყავს ნიკუშა ამის კაი არა ეხლა მაგას რომ ყველაზე მაგარი საჯი ვინც იყო ნაიჯელ ოუენსი მაგარი კაცი იყო მაგის ტერმინების ის მაქვს ვიდეო ნახე რაღაც გადავების აზრობდა ხოლმე რაღაც თამაშის დროს თან გეი იყო ძმა მართლა ეგ არ ვიცოდი ხო და წარმოიდგინე ეს პატარა კაცი ორ ამხელათის დაითრევდა და აბა მიხედეთ საერთოდ მე მევასება ყველაზე მაგრამ იმას ეუბნება შოტლანდიის 15 ნომერს ეუბნება სტიუარტ ჰოქს რომ რაღაცა ფეხი დაარტყა და ვიღაცა დაეჯახდა მან წაისიმულიანტა რა დაეცა ესე და სადა ადექტორი მიგარდო ხო მივიდა და კაროჩე შენ ეგრე მოგცევას თუ გააგრძელებ ორ კვირაში ვაკ თამაში არისო და იმაზე მოგიწე იქ მოდიო და იქ თამაშეო შოტლანდია ინგლისი იყო თამაში ფეხბურთს ეგ ფეხბურთს ორ კვირაში მოდი და იყომარეო შენ თუ ეგრე გაიგე კი ის არა მეთქი მივიდა ფუტბოლ რაღაცა ეგ ტექსტი მაგ ძალიან ბევრჯერ მოსწონილი იმას გარდა მე მეგონა რომ მივიდა და უთხრა რომ stand up don't be a gay don't be a bitch ხო მაგრამ მაგას ვერ ეთყოდა მაგრამ ეხა ნაიჯელ ოუენსი ფერმაში არის ძროხები რამე რუმე ო ჟოპილიაზე გაიჩნდა არა გობეს დაბიჭვეს
ცხენივით კაცების ყურება. მეგობრებო, ვეძებ, ძალიან წამყვანს ვეძებ ამ გადაცემაში შეიძლება რომ დაიგ ცოტა რა ზოოფილიას გამოგზავნოთ თქვენი სივები. ქალაქში შეინიშნება ხოლმე მანქანა, დაკოქილი რჩება ხოლმე, კარებები ხოლმე ღია. და რაღაცა და პრობლემები არის რა და რა ხდება გითხარი რა, რატო ტოვებ ხოლმე ეგრე? გავრჩევ. სპორტს აქ ეგეთი ძალიან ვსვით ვისება რა, მithumedes რაგბს. მანქანას გადავებინებს კი არა, რამოდენიმე. ერთი არის რომ პროფესიონალი სპორტსმენი რო ხარ, ძალიან იღლები რა ვარჯიშებს და მე გავიწყდება რაღაცები, მაგრამ რა აქვს თან აქ რომ აი ამ შერყევებს იღებ, თან აი სახეზე შემოხედე 1 შრამი, 2 შრამი, 3 შრამი. ეს უ შერყევები. მე ცოტა მეხსიერების პრობლემაც გააქვს რა და ჩება. დაკოქილი მანქანა რომ გადმოდიხარ ვერ იხსენე. ერთი არა, ვერ იხსენე კი არა. აი კარი რომელიც გააღია რომ უნდა მიკეტო. ბიჭო, არა, მაგაში კი არ არის პრობლემა. ბიჭო, მაი კი არა ვიცი რომ კაროჩე ავარია მაქვს სამჯერ სულ რა და სამივეჯერ პარკინგზე. ოღონდ ვარჯიშის მე აი ძალიან დაღლი რომ გამოდიხარ ეს მზეში აი 3 საათი რომ ჩაგახალეს კაროჩე აი ყველა კარებებით რომ გავარდები. რაღაც არის მერტმოლი და რატო არის მერტმოლი ვერ ვთქვი. და ეგრე მემართება სულ. აუ რა მაგარი იქნება ეს ვარჯიშთან და საბარგულს ახლა ჩათას ჩაგდებს არის ეს შეყევების გამო ეს კი რა ვიცდება რომ ის მანქანას რო კარი მიუხუროს არა. მანქანა ავიწყდება და ღია კარით რომელიც იქნება ეგ არის ჩემიო რა და მაგით ცობს. ძმობას გასწ მანქანაში ჩაგიგდია შენ ჩანთა და ავტობუსით წასულხარ. ეგრე არა. ანუ კარგად გქონია საქმე, თლად ისეც არა. ის რჩება ხოლმე რა. პულტი ხო ის? არ დაკაიხა დავიჯერო რომ არასდროს არ დაგრჩენია დაკოქილი? არა რა დაკოქილი. ამას მაგარი მანქანა. ამას მაგარი დებილობა ჭირს ყველა ჯერზე რა. სხვის მანქანაზე თუ უწევს დაждდომა თავისი არის რა ქვია მარჯვნულიანი რა და სხვის მანქანაზე რო ჯდება ბოტის აკეთა მხრიდან. აუ სხვის მანქანაზე გადავედი. ძალიან ბევრი ჩემ მანქანაზეც მომდის ხოლმე შეჩემა. ანუ მარცხნიდან მიუსულარ ჩემ ხო შეიძლება რომ იქ მეხვიდე. ყავს მანქანაზე რო იჯექი შემდეგ მე მარცხნიდან. ან პირიქით ვაკეთებ ხოლმე ან ვიცი რა. ჯერეს ისტორია რომ მოგიყოლა და მე დაგესვაკითხა. ღორის მხარე დატოვე ღია და მივხვდები რომელიც მე მანქანაზე არ დაგრჩენიათ არასდროს მანქანა. მე დაკოქილი ანუ შეიძლება ალბათ ის დაგჩეს. ზაჟიგანიაში. ხო, ანუ ის რა ქვია ჰიბრიდი რა. ან ელექტრო. ჰიბრიდი ხო, პრიუსი, ხო, ელექტრომობილი კი. ვიღაცაებისგან გამიგარდა შენ და კარი ღია დარჩენილ და კარგად იქია. აუ, ერთი სურათი არის კარი ღია და აი და მუსიკა და და შეგზინოს. აი ესე გამოვედი, აი და ხო, არა, ეგ ეგ ზედმეტია. ეგ იმიტომ რომ ცოლი აფიქსირებს თორე ეხა ის ვირსაც დარჩენია, იმათ არ ცოლი ყავთ. არავის გაუბაზრებია. წინა თუ იმის წინა გადაცემაში ფობიებზე ვლაპარაკობდით რა. ხო და შენ ვირთხის გეშენია ხო რამდენადაც ვიცი? ვირთხის არა, გველის. გველის მეც მეშენია. რაღაც ისტორია ვიცი რომ ვირთხის დანახვაზე გარბოდი და მე გავრბოდი. მე ისტორია მაქვს ვაჟაზე სახლში ავდიოდით. დაღლილები ვართ მაგარი და უცებ ზემოდან ანუ მე 6 სართულზე ვცხოვრობდით ლიფტი არაა და ნინი მიდიოდა წინ და მე უკან და ზემოდან გამორბის ვირთხა. ოღონდ აი რამხელა ვირთხა იცი აი იმაში კუნიძების ის რო არის რა ქვია სპლინტერი აი ჯოხით აი ეს გამორბოდა სპლინტერი ახტა გზაში ნინის დაარტყა დედას ვისა ეს ნინის ახტა და დაეჯახა შენ მიდიოდი ორსულად ვიყავი და ძალიან ელო ამოვიდი და შენ მე გაწვევ ხო უკრაინა გეხმარებოდა ამოსვლაში გაწვევოდი ეს შენ აიც მოიცა ეხა მე ვერ დავიჯერე რა მნიშვნელობა აკარი გაბრალებს რაღაცა თაგვი ავიცილე აუ რა დამპალივა მე ვერ დავიჯერე არ უნდა ამეცილებინა ლოგიკურია არებები ვისაც ღია რჩება იმას რომ სწორად ახსოვს გაიყო აზრები კაი მე მივდიოდი წინ და ვირთხა გამოი სპლინტერა გამოიქცა და დაარტყმა უნდა და რა მეკრა არ ამეცილებინა თქვენ მოპარეთ კუნიძები აი რა უნდა მეკრა არა ლოგიკურია რატო ხას რომ ვირთხას დახვდე აი ის ნინის დაეჯახა თუ მართლა ხო ნინის დაეჯახა იმენა აი წარმოიდგინე ვირთხა ახტა ესე და ნინის დაეჯახა ოუ ჩემი ჩაგეტოპკა აღარ იგრებოდა ვირთხა მორჩებოდა სპლინტერი მეგობრებო მადლობა ლუდისას რომ არის ჩვენი წარმდგენი და მადლობა ბავარიას რომ ჩვენი მეგობარი ლუდია რომელიც გვერდში ყავს გაუმარჯოს სპონსორებს
გავარჯ. თუ არა მაგენი ნუ აღვადეს, ამეშველებოდა მე. ჩემო ძმებო, მე თქვენთვის მაქვს თამაში მე მომზადებული. მქონდა თამაში მომზადებული, რატო ჩამიჭრე? ორივე ვითამაშეთ. ჩემო ვითამაშებ. კი, მე ხარ თამაში. თამაშებთ და მე არა, მე შენ გვათამაშე და მე აზარტული ვარ მიდია. ეს მაგით და საერთო კაცი საწყობი. სუდი ხელოს არის. სუდი აი, დაიშლებოდა ამდენი ხანი. რა პირიქით, კაი რაღაცები დაწყობს. მართლა? კი, კაცო. მე რასაც უყურებ, საერთო არა. მახარ არ აწყობს. სუდი ხელოსანი. ხო. მახარ არ აწყობს ხოლმე. ხო, ისა. დავითა. თუ რა ისახი. რამაზაში. რამაზ. ის ხო მართლა ეხა. არა, მახარ ეხა- დაიწყებს ხოლმე რაღაცას და არა, რეალური მომენტი. კარგად ეხლა ჩვენ ავაწყობთ მაგიდას და მე აჩქარებული რო აქვს და ორი წამი რო დღეს თვითონ მოდის. მე რამაზაკეთებს. არა, აწყობს. ეხა იცის არა, მახარა მიცის ეგეთ რაღაცები ეხერხება, მართლა მაგრა ეხერხება და ვიღათან კაი ხელსაწყოები დაითრია და დაითრია და- წავიდა. ავაწყოთ 2 წუთში არა, და მაგის 60 ტიპი ვიღაცა ხერხი დგას. რაღაცები უნდა გამოიცნოთ რიგრიგობით რა თქმა უნდა და უბრალოდ ერთ რაღაცას გეტყვით. თქვენი აზრით ყველაზე გრძელი ულვაში ულვაში რამხელა შეიძლება იყოს, რომელიც გინესის რეკორდებში არის დაფიქსირებული. ულვაში ითვლება რომ აი ესე მიდის თუ აი აქედან რაც მოდის ეგა ულვაში ქვემოთაც რო წავიდეს მოდაც რომ წავიდეს. ეგ ორნაირად იზომება მართლა ოღონდ რა, ეს ესე ვერ რაც გაჩერებულიც არის და ესეც. ეს კითხვა არ არის უბრალოდ გეუნებით. ზოგადად 3 მეტრი ალბათ ან 4. 3-4 იყოს 11. 11 მე გონია რომ 11 უახლოესი 4 და 30 არის ყველაზე გრძელი ულვაში. ოღონდ ვერ დავადგინე ეს ცალი მხარე არის 4 და 30 თუ იტალიანად. ალბათ ცალი. მე მგონი ცალი ცალი, იყო ცალი, 4 და 30. ეს იმიტომ ჩუვაკი რომ 2 და 15 ეგეთი დიდი მოიცა რა ერქვა? რამ სინგ ჩაუჰანი. ხო, აი ზუსტად ვიცოდი რომ ვიღაცა აზიელი ტიპი იქნებოდა. ინდოელი ჩუვაკი იყო? ინდოელი არის? ხო. ჩაუჰანი თუ ჩაუჰან არის ხო ინდოელი? ინდოელს გავდა ესეც ეხურა. всё. თან ნახე მე მახსოვს რომ სოსო თამაშობდა ხოლმე ულვაშით ძალიან ხშირად. ნაკრებში არ მახსოვს, სხვა არავინ არ იყო. შენ და მალაგურა ვიყავით რა პირველები. შენ მახსოვ ხარ მე რა, რომ შენ იყავი ხოლმე ულვაშით რა ისე. ის ლეგენდარული ლელოც კი, სულაში თამაშობს. მაშინ სულ ის. მაგრამ დაზღვევაზე კარგი იყო მირიან მოდებაძე. ვეხი მივარტყი და შეიძლება ეხლა აბურთზე დაწევა. სოსომატიაშვილი სოსომატიაშვილი დაამიცა. ას არ უნდა შეეხოს შეგახსენებთ ბურთი. თუ არ შეეხო ლელოა ბრავო. შენ რო ეს ისი რა ხო არა. იმაგითო დაუწყე რომ დავდე ეს მოდის და ანახებს რომ ან მანდ რო გადაცდება 22-დან არის განახლება და ეგ აჩვენა რა და ხო არა და ბიჭო ანუ მე ხა ტელევიზორშიც უყურებდი იტყობოდა რომ აი სადღაც კი მაგრამ ის შორს იყო ის იყო უკრიდან გიყურებდა გამეორების garaშე მე რო უყურებდი აი შესაძლებელი გამეორების garaშე ეჭვი შეგეპარება 1000 ბიჭო არა მე მეგონა რომ აი სწრაფი მომენტია რომ შენ თვითონ ტიპი რომელიც მიზდევ ბურთს რა მაგ ნახტომს არ გააკეთებ რომ აი გრამით მაინც რო გეგონოს რომ აი ბიჭო გადახტა იმიდან ჩათulis მოიდა გადააკეთა ფლიანად რომ გამოგივა თუ არა ეგ ნახტომს ხო არა ოდნავ პონტი მაინც თუ გიორგი ეხა მე და შენ ვიჩხუბებთ მართლა რა მე არ მაქვს პრობლემა ცოტა მაგაზე მაგრამ ხო და არა მეც მაგას საპირისპიროდ ვფიქრობ რა ეგ ნახტომი უნდა გააკეთო რომ ეგლელო დადო იმიტომ რომ თუ და იფიქრებ შენ რომ აი ხა ეს თუ კარგად არ ახტა არ გადავხტები ანუ უნდა ხო და ბიჭო მე ფიქრა არ ახტებოდი იმ მომენტში და მე თავიდან მოვიფიქრე რომ ერთ-ერთი შანსი რომ ეს პონტი გაიჩნდოს ალბათ ეხა რო ვფიქრობ ეგაა რა აი ესე ახტეს ბურთი გამიმართლოს და უკვე ჰაერში უნდა ვიყო მან და უნდა და ეგრე დაჯდა რა გამოვა არ გამოვა მაქსიმუმი უნდა გააკეთო რა მე სულ მგონია ხოლმე რომ რაგბის ბურთი არის ჭკვიანი იმიტომ რომ შეიგდებ დიდი ჩათვლახი ბიჭო რო შეიგდებ საჭირო დროს ხტება ხოლმე კარგად აი მან დაახტა საჭირო დროს ის კაი ბიჭო თამაში არის ულვაშებზე სოფლიოში ყველაზე დიდი ულვაშები ვისა აქ რა ანუ ხო რაღაც პატარა საქველმოქმედო თემა იყო რაც ჩაატარეს რა და ამ საქველმოქმედების ფარგლებში გამოკითხვაც ჩატარდა ყველაზე დიდი ულვაშით რომელი ქვეყანა არის ხოლმე რა ვინ ატარებს ყველაზე გრძელ ულვაშს 10 ქვეყანაა და თქვენ რიგრიგობით უნდა დაასახელოთ ქვეყნები
და უნდა გამოიცნოთ რომელი ქვეყანა არის ყველაზე დიდი ულვაშის მატარებელი. ეს არ არის ძალიან ოფიციალური და უეჭველი ახლა. მაგრამ იდეაში ამერიკა არის მერვე ადგილას, შორის. პირველი ხო არ იქნება. პირველი იქნება რა თქმა უნდა სომხეთი. არა, ვაფშე. არ არის შეცმობა. როგორ არ არის ახლა? გერმანია. კარგი ხარ? გერმანიაში რატო ულვაში? 4 ადგილი. ესეთი იყოს ხო რა. რა თქმა უნდა არ არის. რა თქმა უნდა არის. ისა, ინდოეთი რახან იმ კაცგზელი ულოშები ქონდა იმ პირველი ადგილი ინდოეთი. პირველი ადგილი. ინდოეთი თქვით, გერმანია და აშშ. იტალია არ არის. სამხრეთ ამერიკაში უნდა წავიდეთ. მექსიკა. მეორე ადგილი. ხო, 4 ნაუს გიგებს. სწორი მიმართულებით. ნახე? ეს ქვეყანა სახელს გეტყვი რა? ტანი, ესე მთავრდება, ტანი. აბა? გურჯისტანი? ეს ხაცავედი. ტანი? ტანი. ვსო, მე ვიცი. ოღონდ სხვაგან ვარ ვაფშე. ტაჯიკისტანი. მე ვიტყვი ახლა თურქეთს მოდი, აბა ერთი. თურქეთი მე-7 ადგილი. თურქეთი რატო არ თურქეთი როგორ არ დებელი თქვი? ვარ. და სხვათა შორის კიდე ერთი შეიძლება მანდო ყაზახსტანი. გიმ არა. ერესტანი. აი 10 წადე კიდე ზე იწება. ტანი რაც არის ზე იწება. პაკისტანი? კაი ხარ ცოტნე. პაკისტანი ვასტანი გამოიწოდა. მე-5 ადგილი. მუსულმანები არის. ირან. კარგი ხარ? მე-5 ადგილი გამოიცნო პირდაპირ. რაო? ირანი რა. მაგათ ბევრი ყავთ შორს რო იფურთხება ეგ ცხოველი. შორს რო იფურთხება? ხო. ვსო ვიცი. მე ვიტყვი. აკალემი? სადაც ცხოველი არ გამოიცნო. ვიხსენებ აკალემისაც შეიძლება იყოს თქო მაგას ვიხსენებ იჯიპტი. ეგვიპტე. აი რა ეგვიპტე? აქეთ ეთვლება. არა. შენ გეთვლე. მე ჩამითქვა. მე-9 ადგილი. ხო და. ძალიან ცნობილი წიწაკის სახეობა ერთ-ერთი. ბულგარეთი. ბულგარეთი არის მეორე ადგილა, მე-10 ადგილას. აბა მე-9 რა მინიშნება გითხარი ისეთი ლაი. ერთი ხო დავაი. ჩვენგან არის 6 საათი და 40 წუთი რო იფრინო. ესე წერს. რო იფრინო? კი ბატონო. საიმფერი აქვს იმაზე რა ქვია, დროშაზე. მადლობა ძალიან დიდი რა რომ წითელი, თეთრი და მწვანე. მადლობა რომ ფერები მითხარი გიორგი დალტონიკს და ეხლა ვა, ცენტრალური ევროპა. უზე იწყება. უნგრეთი. ყოჩა. ვაფშე, აი ბულგარეთის და უნგრეთის შანსი არ მექნებოდა არასდროს. მე ვიცი, დიდულვაშიანი, უნგრელი, აი ყველა უნგრელი ეგეთი არის. მოვიგე 8-2 შემიძლია და 8-2 წვეჭი. ეხლა ჩემი თამაში მარტო. ხო, დაგისხა ბარებ შენს რო ცოტნიკო ნახე. შენ კი წააგე. მაგრამ გვერდზე დაგიდგებით. უღრმეს მადლობა გვერდში გამისთვის და აბა მაშინ მისმენ თან ესეთი კი რაღაცა ვიცი. მოდი მაშინ გავუმარჯოს ჩვენ ქვეყანას. ო. ულვაშებში ვერ ვარ წინ მართალია, მაგრამ აგერ ბავშვებზე ვილაპარაკეთ და ჩვენი შვილები ცხოვრობენ. ჩვენმა შვილებმა მაინც იცხოვრონ ისეთ ქვეყანაში, როგორშიც ჩვენ გვინდოდა და ჩვენ მშობლებს უნდათ, იმას მშობლებს უნდათ. იგენას ხო. იმედია რომ გამოვა ეგ ამბავი და აუცილებლად სხვა გზა არ გამომარჯოს ჩვენ ქვეყანას, აბა აღარ შეგშინებოდეს ფეხბურთზე ბავშვები შეყვანა რა, იმიტომ რომ ნარკომანი ტრენერი ეყოლებათ. აღარ გოშინია მაგის. ხო, მაგის აღარ გოშინია, მართლა ძალიან ბევრი, ჩემი ახლო მეგობარი და რაღაც ახალგაზრდა მწვრთნელი ეს ძალიან კაია. თან წამალის ხარისხიანი შემოდის ეს ვოლგალი. რამე აღარ სპორტში კარგად ვართ, ბევრად ვიდრე ადრე ვიყავით, გამოძვერით მაქედან და პროსტა სხვა დანარჩენი რაც გვინდა, აი მართლა ვიცი რომ ყველა მხარეს მაინც ფინალში ის უნდა რომ კარგი იყოს რა. იქით იქნები თუ აქეთ იქნები, ფინალში გვინდა რომ საქართველო კარგი იყოს რა და ისე მომხდარი იყოს რომ ორივე მხარეს აქვსრულებოდეს ეგ ოცნება რა რომ ორივე მხარისთვის გემრიელად ყოფილიყოს რა. თავისთვის კარგია რა. ყველასთვის კარგი იყოს რა. გინდა ტურისტი იქნება ის აქ მაცხოვრებელი თუ რაღაცა, ყველა არ მნიშვნელობა არ აქვს. პროსტა კარგი ადგილი იყოს. რასაც ჩვენ ვეძახით რომ აი დალოცვილი და რაღაცები და მართლა ეგეთი იყოს და ჩვენ გარდა არავინ არ უნდა გააკეთოს მაგისთვის საქმე რა და ჩვენ სამშობლოს გავამარჯოს რა. ჩვენ თუ კარგები ვიქნებით, ეგეთიც გვექნება ქვეყანა რა. ულაშებიც გვექნება. ულაშები სხვათა შეგვიძლია. რომელზე ვიყავით ის? ეგ არ ეწერა საერთოდ, მარტო თავისი მოგონილი ის არის და სადაც დაწერა. მოდი, ულვაშებში ვიყოთ ბოლო ადგილზე. ვიყავით კაი პირველი რასა. გამომარჯოს სამშობლოს. მაგიტო არიან მაგდები. მე თუ ვაგინებ.
არ გიგებგი, როდის იყო მიზეზი გჭირდება. აღარ წვაგინო 3 მილიარდი თუ რამდენი მილიარდი არის. მილიარდ 200 არიან მოგონიან. ჩვენ რაც ვიცით. იყვნენ გუშინ და დღეს უკვე მეტი ვერ დათვალე. 500-ია. გავუშვით ჩვენ სამშობლოს გაუმარჯოს და ერთადერთი რამე გვახსოვდეს, რომ ჩვენი სამშობლოს წარმატება ჩვენ ხელში არის და რა ასპექტსაც არ უნდა შეეხებოდეს ეს. და მაქსიმალური გავაკეთოთ, რომ იმაზე კაი იყოს ჩვენი სამშობლო, ვიდრე დღეს არის. გამომწესება. ყოველდღე და თქვენ გაგიმარჯვეთ ბიჭო, ვინც ძალიან ასახელეთ ჩვენი ქვეყანა. ეგ ყველაზე მაგარი რაღაცა არის რა. დიდი მადლობა. სადაც წინაობა და ჩხუბი გვჭირდება და რაღაცეები, ყველაფერში კარგები ვართ რა და თქვენი დამსახურება ეგ. ეგ მაგარი ბედნიერება ის ქვეყანას რომ ასახელებ თავარია ბოლომდე. იმაზე გამახსენდა ხო ქვეყნის სახელობაზე იმაზე რომ მერაბამ ატრია კიდე ერთი სახე გააძრო 5 რაუნდი ულაწუნა აუ მეორეში როგორ მეგონა რომ 4 უფრო რა პირველი იმან ნუ ეგ ის არის რა ქვია ცოტა მერაბას სულ ეგრე ამ მერაბას სტილია თითქოს რაღაც ეგეთი იმიტომ რომ ბიჭო ანუ ფიზიკურად ვერავინ ვერ არის ეგეთი იმას მაგრამ ამან ესე მაგრამ მე არ მინახავს რომ ვინმეს გაეკაჩა ამის განძლეობის ამბავში რა ხო მერაბაშთვის ეხა უმარს რა უყდა ბოლოს უმარი ყლებოდა ისე დაიყავდა ამან გაუკაჩა უმარის ინტერვიუ ისე ქვია როგანი რომ მიდის და ის რა ქვია მიკროფონს რომ მიუჟოს ვერ სუნთქავს მაგაზე кайფაი ხელი მოვიტეხე მე პირველ რაუნდში ჩანაჭო რა თან დაბალი არის მერაბა როგანი ეკითხება რომ ყველა ჩხუბის მერე უკეთესი და უკეთესი ხარო და ვაფშე არსებობსო რამეო ვინმე ან რამეო ვინც შენ მოიგებსო და ადამიანები ვართ აი ეგრეთ ხომ ინგლისურად ადამიანები ვართო რა ყველასთვის შეიძლება მოგებას და ეგ არ მე მერაბ შენ არ ხარ ადამიანი ჩემი აზრით შენ ხარ მანქანა არა მე იმაზე რა ქვია იმას დისი ხო დისი რო იყო მისული მაგას რო დარბის რო დარბოდა ნუ აი რა ვიცმაო ეგ ხო ბიჭო იმ დონეზე რო ადიხარ მე რა სპორტსმენი რო ძალიან დიდი შემოსავალი გაქვს უკვე რაღაც მე ხო ცოტა ის გინდება რა ბევრს ემართება დარბის იმით რა აბეღლავი უჭირავს ხოლმე ხას და თავი დარბის კიდე გიჟია იმით კიდე რო ცეკვავდა და ჩხუბობდა რაღაცა იმენზე რო გაიჩიტა ყველა მოჩხუბარი წარმატებას ვინც მიაღწევს ხოლმე ჩემპიონი ვინცა იძახის რომ ძალიან მარტივიაო საბოლოო ჯამშიო ძალიან მარტივია აქ მოსვლაო და მე აქ გაჩერებაო ყველაზე რთული არისო იმიტომ რომ სულ მერაბა იძახის პირიქით ხო იცი მაგა სულ ყველაზე რთული აქ მოსვლა იყო და ეხა რა კაია ეხა ჩემ მაგას ხო აი მე სტუდენტ ეს მადლობა UFC-ს რო აქვარო ეხა იმ ფეხებზე კიდია შეუგდე thank you Dana White thank you Dana კვირაში 7 დღე ჩხუბობდა ვარჯიშობდა მე მიდიოდა მუშაობდა შენებლობაზე მე ისა რა short notice-ებზე და იმებზე მიდიოდა ჩხუბობდა იგებდა რა რთული იყო წარმოიდგინე ფული არ გქონდა არავე და ეხა кайფობს ხო ჩემი აზრით ერთ-ერთი ადამიანი რომელიც ყველაზე მეტად იმსახურებს ამიტომაც იმიტომ რომ კაიფს თოფურიას ისიც რომ ეკრა ქვია ორივე ძმის ისტორია მოსმენილი რომ რაც მაგათაც რომ წავიდნენ ემიგრაციაში რაღაცა ეგე ძალიან ის ხო მაგრამ მერაბას აი ეს მარტო ტიპი რო გაიჩითა რა და იქ მე იმას რა ქვია ალჯოს რა ეთქუბებოდა ყველა დიდი სპორტსმენის ყველა რა ანუ ბევრი ძალიან დიდი სპორტსმენის ის წინაპირობა ეგა რა რომ აი მენა ეგ კი ოჭოლი უნდა ქონდეს მერაბას მთელი მუღამი და რატომაც მიყვნ ნუ თოფურიაზეც არ ვიტყვი რომ განსხვავებულია მაგრამ მაინც რა აი მერაბა რა ადამიანიც იყო ის ადამიანი დარჩა ეგეთი ტიპია რა აი როგორი ტიპიც იყო შოუსაც ვერ გავს რა ანუ სხვა ტიპი არის ჩიტება იმის გამო რა ქვია. ხო, არის ცულება რა, ადამიანების გამო სხვა ტიპი არის ჩიტება რა, მარტვილის კანიონში. რა მაგარი კაცია. ნავიდან გადახტომა მოუნდა წყალში, გადახტა მე რა რომ 14 კამერა უღებს და ადამიანია, ჩუვაკია რომელიც წელსაც ევასება უბრალოდ ცხოვრება რა, ხალხსაც მაგიტო უყურს ძალიან ალბათ, მართლა მაგიტო ძალიან. 22 ნოემბერს ალექსანდრე იმედი მაქვს რომ უფრო ათრევს, ვიდრე წინაზე ათრია. მაგარი თავშეკავებული იყო. ანუ ისე რა. ალექსანდრე? შვიდობდა შედეგი აქვს ხო? შედეგია მთავარი და არა ის რა. ეგ არის რა, აგრესიული. როგორ საშიშად მოძრაობს? ეგ მე ვსწრესი ნელარო.
ილია უფრო ის არა, ანუ ილიას ტინე, მაგრამ ეს კიდე უფრო 7-ად არის და რაღაც ილია ცოტა უფრო მოძრავია და მოიქცევს ხოლმე კუთხეში 7-ია. გამოდის რინგზე, როგორ იწყებს ბრძოლას, აკვირდება მეთოქეს. 7 ვიქნები, რო ვიცი რომ და შევიდე და ვიღაც უეჭოლენ დაუნოკაუტო, 7 ვიქნები მეჩაჩემ. იცი რა შვება, არ ჩქარობს არასდროს და ელოდება იმ მომენტს, რომ მიიყვანს კუთხეში რა იმასთან, кейჯთან მიიყვანს და მან იცის რომ მან რო აფეთქდება კომბინაცია. არ მახსოვს ვისი პოსტი იყო, პოსტი ვნახე თუ რაღაცა სადღაც არ მახსოვს რა წავიკითხე, მაგრამ ვიღაც ეწერა. მე მგონი პოსტი ვნახე რომ უნდა გაგიმართლოსო ილიასთან მოხვდე ოქტაგონზეო და ერთ რაუნდში მოახერხო რომ გაითიშო, ვიდრე მერაბასთან შეგაგდო 5 რაუნდი გწემოს უბრალოდ და აი მართლა ეგ არის რომელი რომელს ჯობი. ტიპი რო გახედო და სკამზე წარზის მე 5 რაუნდის წინ უბრალოდ დახტუნავს. ტიპის რა ქვია, ცარუკიანი ხო? მე მგონი. სარუკიან ძალიან ამაზრზენი კაცი ბიჭო, აი გავიგე რომ სპორტია და რაღაც ჯერ არასწორად ილაპარაკა ბევრი რაღაცა რომ ისო რა ქვია მე თავს ვთვლიო რუსეთის მებრძოლათო უბრალოდ აი სომხეთთან გამაფორმესო რა საქართველოში გაზრდილი არის საქართველოში გაზრდილია ხო და რუსეთის მებრძოლად თვლი თავს უბრალოდ მაიძულეს რომ სომხეთის სახელით გამოვდიოდეო თუ რაღაცაო და აი მაგის გამო ეხა სომხეთის ადგილზას გადაუვლიდი თავზე რა აი ვაგინებდი ვაფრა ალბათ გადაულიან კიდევაც ახალი ინტერვიუ არ და მაგარი კი აქვს ხო და იმას თოფურიაზე ბაზრობს რომ თოფურიას იმიტომ არ უნდა ჩემთან ჭუბიო და სახეს გაუხევენ თოფურიას იმიტომ არ უნდა ჩემთან ჭუბიო რომ იცის რომ მე ის ტიპი არა ვარო რა რო წავაგო და ბოლო პერიოდში არის ჩვეულებრივი რიგითი ბიუჯეტლეგია ბოდიში და არა ბიუჯეტი წონოს ვერ აბარებს მაგი იმიტომ შვება რომ ყურადღება მიიქციოს ხო აგრესიულში ხდება ადეკვატური ტიპი ვინცა ყველა მითის რომ თოფურია აი ყველა აუ იმაზე ვიკაიფე მე მაგრამ ომალიმ რო თქვა რომ კაია რო ჩემი გამოწვევა არ მიიღო თოფურია ჩხუბს რო უყურებდა ბოლოს ჰოლოვეის რო ხო და თოფურია ძალიან დასწოინია ეგ ტრეშტოკებში ძალიან კარგად იმაშვება არა ბიჭო ისეთ ხალხთან მოუწია რომ მაგათ როგორ უნდა ატრეშტოკ ანუ ხო აი ხე ცარუკიანი რო შეიძლება დისტრაკია გინოს იტო მაგრამ ეს ყველაზე ძალიან ის მომწონს მე რომ ტრეშტოკიდან დაწყებული ჩხუბით დამთავრებული ყველაფერში ისე ჩქარა ვითარდება ტიპი თავიდან ეხა იმენა კონორას რაღაცეებს იძახდა მე რაც მახსოვს აი კონორას shut your fucking mouth და ეგ რაღაცეებს იძახდა და მე დაიხვეწა თავის რაღაცეებს იძახის ამ ტვიტერზე ვაფშე რა მაგარ პოსტებს წერს ხო მე კონორასაც აგინია ხო არა ტვიტერზე ძალიან მაგარ პოსტებს და ჩხუბში ვაფშე რა უსებ აი ხო ის იყო გიჟი იყო შევარდებოდა და ხვდებოდა თვითონაც მე იმ ემეტს რო ეჩხუბა მაგარი ნოკაუტერი არის უცებ გაიჩნდა ტიპი ისეთი ბოქსიორი და ისეთი ტექნიკით რომ არავინ არ იცოდა ეგ მხარე მერე ის იმაში ათრია ეს არა ძალიან სახი გააზრო ყველას ან მაგრები არიან და ძალიან ბალეშიკოვ თან პიროვნულადაც რო გევასება სპორტსმენი ჩემთვის ეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაცაა რომ პიროვნულად უნდა მოგწონდეს სპორტსმენი რა აი ტიპი უნდა იყოს აი მაგას მომუვ პერეირა და ოლივეირა და პერეირა ვოლკანოვსკი აი ჩუვაკები არიან რა ჯიგრები არიან პერეირას ხო ეგ ჩუვაკია საბურავების გამომწველი ხელოსანი იყო და ხო იცი იმას ანკალაევს face-off-ზე არა, აი გავს. დაუბრუნდები ვორბლების შესაძლებლად. მაგას ემუნება. ხო და ძალიან კაი ტიპები არიან რა და მოკლედ აქ ალექსანდრის წარმატებები მომდევნო ბრძოლაში მერაბს დიდი მადლობა რომ კიდევ ერთხელ გაგვახარა და რავი წარმატებები კიდევ ბევრი გამარჯვება წინ და ილიას შხუბს რა ვიცი უახლოეს მომავალში ველოდებით ანონსს ან რამე ახალ ნიუს ილიას და მერაბის შხუბს ისე უყურებთ ხოლმე აი რა თქვენ იმას რა ქვია რუმინეთსა და ესპანეთს რო ეთამაშებოდით რა აი უეჭველი რო იცი ფინალი რა აი ესენს გამოვიდნენ გადაჯეგავდნენ აუ თქვენ იმას რა ქვია ესპანეთს რომ მოუგეთ ბიჭო 85-ით მე მგონი თუ რაღაც 60 არა ძველი რა ლოკომოტივზე იყო თამაში 85 ბიჭო ძალიან დიდი შოტი იყო მახსოვს რა რეკორდი წელს მოხსენე შვეიცარია არა ხო და ესპანეთი არა უეჭველი არა ხო და ესპანეთი იყო ეს ხო და მაგარი დიდი ისე რაღაცით 0 იყო რა პროსტა ის არ მახსოვს და ის დაინიშნა რა ქვია ჯარი მაგრამ მე მგონი გარდასახვა იყო რა უბრალოდ იქ შუიდან იმენა და მე კოიდგა ბურთთან და ვიღაცა ყვიროდა რომ ქუსლით დაარტყი
ისეთი შოტი იყო უკვე რომ პროსტა რაღაცა ჯგეგო რომ მართლა იმას გააკეთებდა ტოტის და ბოლოს კუსს დაარტყავდა ვიღაცა ქუთაისელი იქნება ქუთაისში შეფერიან ხო კაი კომენტარები იყო მაგ თამაშზე გიორგი შენ არ მაქვს ახლა ორი თხოვნა გავიდე არა ეგეთები არა ერთი არის რომ ჩვენ რუბრიკა გვაქვს თუ გახსოვს კომენტარები მაყურებლისგან სადაც ჩვენი მაყურებელი გვიგზავნის აქვე ხო სანამ ამას ვიტყვი გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და დაგვიწერეთ კომენტარები სადაც კითხვა გექნებათ შემდეგ სტუმართან სტუმარი ვინ იქნება თქვენც არ იცით მეც არ ვიცი მაგრამ კომენტარები დაწერეთ ეხლა ეს ჩემ წინა გადაცემაში ხო დაწერილი კითხვები ჩემთან ორი კითხვა არის ამ შემთხვევაში ორი კომენტარი ავარჩიე და კომენტარის ავტორებს საჩუქრად გადაეცემათ ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები ამას არ აჩუქო ბავშვ ჩიპს არ აჭმევენ ბავშვს არ აჭმევს თვითონ ხო ჭამს ოკეი მე ვჭამ მართლა და შენ გადმოიქცო ეს მიწია ეს შენ ჩვენგან საჩუქრად ლუდები არ აწყვია მაგრამ ჩაგიწყობ ვაციებ რო ეხა თბილს ხო არ გაგატან კითხოს სტუმართან ლუდისას გემრიელ ჩიფსი საქართველოსში თუ გაგიშინჯაო გაგიშინჯავ დიდად მოყვარული არ ვარ იმის რა ქვია ჩიფსის მიყვარს მარტო აი კლასიკი რა კარტოფილის მარტო ვჭამ ხოლმე აი ის წარმოებს Pringles და ისინიც წარმოებს ლეის ვჭამ ხოლმე და მე ქართული იყო კიდე რაღაცა აღარ მახსოვს იმის სახელთა რეკლამაც რო არ გამომიდეს არ ვიტყვი იმას ვჭამდი და ეხა ეს ძალიან მომეწონა რა ამ ჩვენ ხარისხი იგრძნობა რაც და ლუდისასაც აქვს ეს გასინჯე ეგ მე მგონი აქ რაც ეს ეს არის ჩემი საყვარელი წითელი მიყვარს მე ყველაზე ძალიან ეს მევასება ძალიან შენ რომელი გიყვარს მწვანე ხო არაჟენი და სალსა არა მაშინ მეორე ლურჯი არაჟენი და ხო რაც იგრძნობა არის რომ აი დორიტოს და იმებს რო ჭამ და აი სინთეტიკის და საშინელი ეგ ის გრძნობა არ გაქვს რა და кай ჯიგარი ხარ და კლასიკური ჩვენც გვაქვს აი ლურჯი შეფუთვაში პარკში აწყვეტ აბარა ესაა ჩემი რა კლასნად დორიტოს უცებ кай ხარ არა ეგრეა მომეწონა შემდეგ სტუმართან კითხვა ყველაზე უცნაური გზით როგორ დაუღწევია თავი მეორე დღეს მტანჯველი ბახუსისგან უცნაური ვარჯიშზე მიდის ხოლმე დილით არა ეგ არის მართლა ყველაზე ერთი ტესტი არის ესე ქვია იო ტესტი და პირველად ვირბინე რომ დავიწყე რაგბის თამაში 20 წლის ვიყავი და მაგარ პახმელიაზე ან მაგარ ნაბახუსები ვიყავი და ვირბინე ეგ ტესტი და ყველაზე კაი შედეგი დავდე მაშინ მართლა ეგა ყველაზე უცნაური მე ხო და არის მაგის საჭიროება ეთქვა მაშინ მიკაჩავდა ეხა დამარტყავს ალბათ ძალიან თრალს დილის 5 საათზე რომ მივედი სახლში ოღონდ აი მქონდა ყველაფერი დალეული ალბათ ლუდი არაყი რაღაცეები ისინი და თან დავარტყავ სამჯერ მაგ მდგომარეობაში ძალიან თრალი ავდექი მეთქი ხა დღეს ვარ გამოზავ სირბილს მეთქი და წავედი და სანაპიროს დავდექი ჩემს ვირბინე მართლა ყანუ ვერ გძნობდი ალბათ ვერაფერს ვერ გძნობდი მე შუა დღეს მოგიტანა შუა დღეს არა როგორ მივედი არ მახსოვს სახლში ანუ რო ვირბინე მახსოვს ხალი იყავი და იმიტომ რო ვირბინე ეს მაგრა თუ საკაიფო თუ იმენა ცხენივით რაღაც პროსტა მე რომ მივედი და რო დავიძინე ეგ არ მახსოვს არაფერი მაგარი უცნაური ხალხი პახმელეს მე უცნაური გამოსვლა მქონდა ხო და მე მართლა მსიამოვნებს რა ეგრე რაში მაგდონალდში რა ვიყავ აი მაგდონალდში მეც გქონია ეხლა ხო ანუ ნაბახუსებზე გამოსვლა მაგდონალდში არ გახსენდება ვარჯიშს დასწორებს რას ვსახი იცი ეგრე ცუდად ყოფნას ეგრე არ მოაქვს რა ეხლა მაგრამ ძალიან ცუდად რო ყოფილვარ ვარჯიშის თავის აღარ გაქვს არა ნუ ეგ ხო ასაკზე გააჩნია შენი ხის არის 20 წლის რო იყავი ხოძე იყავი და 12 უკვე რაღაცეები არა ეხლა ამ პერიოდის მიგია ეხლა 20 წლის რო ვიყავი ბიძი მაშინ ბახმელია უფრო მქონდა და მიჭირდა და მართლა მე ეს გადავწყვეტე ჩემი ვირუსი რაღაცა ბიჭო არ ვიცი რაღაცა ანუ რამდენი ხნის წინ შარშან რა ეგ მიჩვევა მიცის ბევრის დალევა ალბათ არა მიჩვევს რა პახმელია მქონდა ჩვეულებრივად უეჭველი ეგ არის მიჩვევა და მე უცებ აი რომ მეგონა რომ მეთქი აი ხვალ აი იმდენი მქონდა დალევა მეთქი ხვალდილით გავიღვიძებ და დავიბრიდები მეთქი აი რატო ვქენია ეს რა მინდო და რაღაც თვილი წამოვდექი ჩვეულებრივად
კაი რამე შევარდი ამ შესანიშნაულს და ამ შესანიშნაულ ჭაჭას რო საუბრობ არ გეკნება ნაბა. არა ფერიც არ შეგაწყვეტ. ხოლმე უნდა ტესტი ვირბინო რა მოკლედ ვარ. აუ შენ ვასაძე ის გავს ვარდი შემი დე. შენი ხათრით ხვალე მეც ვირბენ დილით. 11 საათს. თქვენ ორივე არ მიხართ მე აღარ ავდგები. სერვერი საკითხავ რა. შებერეთ რა. ფრაზე ბასეინზე უეჭველი მივდივარ ხოლმე მაინც რა ეგ უეჭველი ხა. ჯერ საუნაში დავждებით ახლა. მოდა ერთი ჩახტომა იქნება ბასეინში რომ დარჩები ის. სკერზე. მაგას მიჩვეული ვარ. ხო და სპორტის და იმის გახსენებაზე მეც მქონდა ერთი თამაში მომზადებული და თქვენის ნებართვით კი ბატონო. ვითამაშოთ ეგ. აქაც იგივე წესებია, დიდი ეჭვი მაქვს რომ ყველა ერთად დავულებთ, მაგრამ მაინც აზარტია და რომელი გაიმარჯვეთ. მოკლედ, თამაში ძალიან მარტივია, ტოპ 10-ია, ისევ როგორც გუნდის შესქონდა, რატომ მომზადე იგივენაირი როგორც მე, მაგრამ მაინც იგივენაირი რა, იგივე სტილის. ჩემი ულოშებზე იყო. თამაში არის ყველაზე ძვირიანი სპორტის ჩამოთვლა ტოპ 10-ის. დავიწყო? ოღონდ გაითვალისწინე ერთი მომენტი. გაითვალისწინე ერთი მომენტი. შვიდკაცა რაგბი არ არის. ორი არ გაითვალისწინე შეგეთ. გოლფი. აი, ნახე, გაითვალისწინეთ ერთი მომენტი, რო გითხარი, მერვეზე არის გოლფი. ხო, ნუ არის 10. ხო. არა, ნუ ერთი ქულა გეკუთვნის. გუნდურები უფრო ძვირიანია. ნახე, აქ უფრო შინაარსი არის იმაზე, რომ გუნდური პრაქტიკულად არ არის. ხელფასებზეა ბაუზარი? კონკრეტულ მოთამაშეს რამდენი უჯდება რა, აი წყალებში. ფეხბურთი უეჭველი უნდა იყოს. რა თქმა უნდა, არა. ფეხბურთი არ არის? ფორმულა 1 პირველ ადგილას აი, ხალები პირველი ვიცი მეთქი. ბიჭო, ინდივიდუალური რა. კრივი. კრივი არ არის. რა ჯდება კრივი? ვერ მივხვდი რა ჯდება. კითხოს ვერ მივხვდი მაშინ შეჩემა. იყო პირველი იყო. ბავშვი რო შეიყვანო, რა და გიჯდება ძვირი რა. ჩოგბურთი არის ასევე ძვირიანი. ჩოგბურთი უნდა მეთქვა. თუმცა მაგრამ ვიტყვი. ჩოგბურთი მე ხა მე ვაპირებ. 3-0-ია უკვე. დიდად ვერ ჩავსტი კიდე, მაგრამ ბიჭო, ინდივიდუალურად. მაგ სპორტში მონაწილეობის მიღება, მაგ სპორტისთვის მომზადება, ეკიპირება არის ყველაზე ძვირიანი, რაც კი შეიძლება იყოს. აი, მეტი ვერ აგიხსნი მაგას. წყალბურთი. ჰოკეი, და რომელი ადგილი წამოგცდა? მე 10 ადგილი დაიგრა. ბობსლეი. მოლოდეს ბიძი. მე 4 ადგილი ბობსლეი, იმიტომ რომ ძალიან ძვირი ჯდება. მოდი მინიშნებას მოგცემთ. ამ სპორტებიდან ერთის გარდა ყველგან გამოიყარება ტრანსპორტი. ცხენით იქნება. ეგ უნდა თქვა, ხო, ეგ იქნებოდა იას. მესამე ადგილი. ბიძინა და ლევანა. მაგას მაქამდეც ვფიქრობდი, მაგრამ ვერ გაურისკი. ის? ოპა, შუა გამახსენდა. რა ქვია იმას? ელენე გედევანიშვილი. ყინულზე რო და ყინული ის რა ღირს ეჩემ მე რა. გითხრა, ცხენების შეჯიბრი. დოღი, კი ბატონო. ცხენები იმენა გამოისვა. ყველა ცხენი გამოიცნო. გიორგი, ცხენების გარდა კიდე ტრანსპორტები რა იცი? ველოსიპედები. ეგ იქნება ის რა ქვია? მოვიგე რა. ხო, ველოსპორტი. არა, ესე მე. იახტების ბრძოლა იყო, აუ, ხო, ეგ მაგარი. რისი? იახტების. როგორ გამო? კაროჩე, პირველ ადგილზე იყო ფორმულა 1-ის რბოლა, მეორეზე იახტების რბოლა, მესამეზე პოლო, მეოთხეზე ბობსლეი, მეხუთეზე ჩოგბურთი, მეექვსეზე დოღი, მეშვიდეზე ველოსპორტი, მერვეზე გოლფი, მეცხრეზე ფარიკაობა და ფარიკაობა არის ძვირი? ფარიკაობას, ხო, ფარიკაობას ვერ გამოიცნობ. რა ქვია ჩვენ ბიჭს? სანდრო. ბაზაზე, ხო? აი, მსაჯებს დედი ვინაგინებს ყოველ დღე. ჩემი რასაგი. ეგ არ ეზარება. ერთი კითხვა მქონდა მე ესეთი. ხო, აბა გისმენთ. რომელ ქართულ მომღერლებს უსმენთ? ასე რა თქმა უნდა სტეფანეს გარდა კიდე რო ჩამოვიდა. ასტეს ჭოპას კონცერტებზე დადის ხოლმე. რა, ყველას უსმენ ესე რა. სჭოპა ძალიან გიყვარს. სოფასაც უსმენ კი. სჭოპა გევასება მე. არა, ეგ ისა. ლელა. სტეფანე შორენა ნათიამზია. აი, ეს ვერ არის. ეს ვერ არის. ზედა შოკოლადები? კი. ზედა შოკოლადები. შორენა ნათიამზია. ეგ უნდა მე მგე. მომღერლებზე გამახსენდა. დეჩება მითხრა რომ მერაბ სეფაშვილი ჩემთან დადის საფთიაქშიო და ვეტყვი თქვენთან სტუმრად მოსვლაზე. ხო იყო ფუ პოდკასტში რო სადღაც მერაბ. ფუ პოდკასტში იყო? პოდკასტში იყო, კი, მაგრამ აქ სამარილეზე. სჭოპას არის ცნობ. ჰა? კი. მართლა. არა, არ ვიცნობ სჭოპა. მირო იცნობს თუ გინდა მოგცემს. მაიტონ, მირო იქ რო მიაკითხა. კორპორატიულზე და ჩვენ ვიყავით კორპორატიულზე ბეცონის და სჭოპა იყო. მღერო და იმაზე კორპორატიულ სასტუმროში ვიყავით და გამისამ 2 საათზე თუ რაღაც 3 საათზე
მირო აგდებს სურათს რო სიოფას მიაკითხა ნომერში და სურათი გადაიღო და ოდის ხალათი სიოფას ხალათი Suspicious fuck. აუ ძალიან კაი აუ სწიობა ძალიან მეოს მაგრატი ხავს ძალიან ჯიგარია იმენა რო არ ნებდება და მაინც შორენა ნათია მზია რო გამოაგდო აი ეგ ძალიან არნებდება ყველა მღეც. სწიობა ძალიან კაი კაი ესეთი კვიზი გვაქვს დიდარი იყავი თუ არა ბავშვობაში რა ეგრო დავადგინოთ რა ბავშვობაში საკუთარი საზნებელი თუ ქონია ანუ მე და ჩემი ძმას ჰქონდა საერთო. ძმას ხო? არ ქონია. სახლში ერთ საფირფაშოზე მეტი თუ ქონდათ? კი. ერთო? საძინებელი ერთ საფირფაშოში ორი. გადააკეთე. ბიზი გაყავი და ნუ ორსართულიანი საწოლიც ექნებოდა თქვენ. კი, ორსართულიანი საწოლი. ეგ ხა. ეგ რა, ეგ პირიქით. ეგ გაჭირვებაზე მეტყოლებს. რა სახის გათბობა გქონდათ? თავიდან მქონდა ის შავი წითელი ის რო არის კერასინკა მე შავი რო იყო ესე დგც ესე რომ ითქოდა სამი ის რო აქვს შავი არა დაგვიწეროთ ძალიან მაგარი რაღაცა იყო ეგ იყო ყველაზე საკაიფო და მე იმითი რა გაზის ის რო იყო რო დგებოდა კაროჩ ყველა ეტაპზე მქონდა გათბობა კარმა მე ბოლოს კარმა ჩემთან ყველა ისე რა მქონდა გათბობა შეშა ეგ მაგარია შეჩემო რამდენს გატანდნენ ხოლმე სკოლაში თანხას ან რა სჭამდი ხოლმე ყველაზე მეტი რაც მახსოვს ბოლოს უკვე ბოლო კლასებში 5 ლარი იყო არა ეგ უნივერსიტეტში 2 ლარი იყო ყველაზე მეტი ლარი მაქამდე რა ლარსა და დღეს გავატანე ალექსანდრეს 10 ლარი შეჩემო ლარს მატანდნენ თავიდან მამა ეს რადიო შემომაკარა პირველ კლასებში ლარს მატანდნენ და თონის პური და ვაშლი იყო 20 თეთრად აი წაატრაგებ თონის პური და რა იყო ვაშლი იყიდებოდა სკოლის ბუფეტში რა თონის პური და ვაშლი ლარს კი არა 20 თეთრს მატანდნენ ვაფშე და მე მატანდნენ ყველაზე მეტი 2 ლარი მახსოვს ხო უნივერსიტეტში მატანდნენ 5 ლარს 2 ლარი მახსოვს და ლობიანი იყო აი ესეთი აი ჯიგრული ნახევრად ფენოვანი 40 თეთრად აი ცეკვავდა საკაი როჭამდი არა მეც მახსოვს ლარად აღონთ ეგ უფრო ვამბობ აი თექს ხო მაგასაც სკოლას გეუნებ ოჯახში ტრანსპორტი ყავდა თუ არა და რითი გადაადგილდებოდით მე ფეხით დავდიოდი ყველგან მე და მარშრუტით დავდიოდი და ისე ნივა ყავდა და მე ნივა გავცვალეთ სახლში და ეგ მაგ სახლში იყო ის მეორე ტუალეტი რო გაგიჭდით ორი ტუალეტი უკვე რა სახლში გასინჯე პირველად სასმელი ან ნახე როგორი საჭმელი იცი აი ცოტა იმათ რო თuliდი შეერნა პიცა პეპერონი ცოტა რაც აიხვია დღეს და ან მაკი ალბათ ერთი მაკდონალდსი პატარა ალბათ რა ერთი ტოლები ვართ ალბათ 1-12 წლის ო ეგრე და სასმელი ეგრე 13-14 წლის ამ დავლია გვინო პირველად და ერთი ჭიქა და მაგარი მთვრალი და პირველად მაკდონალდი გასინჯე რაღაც პატარა ვიყავ მე ცეგდე მგონია მაკდონალდი დაბადების დღეები ჩვენ ბავშვობაში სკოლაში ვისაც ქონდა საშუალება მაკდონალდში იყო ხოლმე. მე მართლა ბიძა შემომკითხა მაკდონალდსიო თუ მწვადი და კარტოფილი და და იასნა ბაბა. იქ წავედი მწვადი და რაღაცეებში. აი ძმაო, სორი გადაწყვეტილება ადამიანი. მე მწვადს და რაღაცებს ას მოყვებოდა მე. ბატარები ვიყავით თორე. მე ბიზი ბევრი ჭამეთო, ეხლა დღეს არ გამოვაო და შენ. ნუ ადრე დალიეთან ხო 13-ის პირველ დალია ხო როგორი იყო შენი დაბადების დღეები მაკდონალდში არ გადაგიხდია მივხვდით არა ნიკალა იყო ეგეთი გახსოვს ნიკალაში მქონია ერთხელ თუ ორჯერ მე მან დამყოფია რომ სახლში ძირთად სანამ ვაიკიკი არ გაიხსნა დამყოფია რომ ვინც არის პეკინზე მიდის საუბარი ვაიკიკი როგორ მე შეხვედი გაინტერესებდა ხო უფასო ფასებს შეხვედი გავგიჟდი მე აქ ვერ ვიყიდი ვერ მე რატომაც მეგონა რომ ნიკალა ზვირიანი ადგილი იყო თქო არა პირიქით იმენა სასადილოში არა ბიჭო მეც გავიგე როგორ არ ვარ დამყოფ მაგრამ შიგნით არ შემსულა რა ბიჭო ნახე იმ დროს როცა ნიკალა გაიხსნა ისე გამოიყურებოდა რომ ხო ისე ახლა შევიდე ხა ჩემთან ხელს პოლიციის შენობა გეგონა მანამდე გაიხსნა სოთაშორის სანამ შუშის პოლიციები გაიხსნა რაიმე სახის კომპიუტერული გაჯეტიან რაღაც ესეთი ის თუ ქონდა 10 წელი დიდი ძმები მყავს და იმათ ერთი ისა პროგრამისტია და იმას ქონდა რა კომპიუტერი და შენ შეულებრივად არა მე ვინ მსვავდა იქ შევიდოდი ანუ არ ქონდა
ჩემს მას ქონდა მე რა შუაში. არა, შენ პირადად აი შენ პირადად თუ ქონდა რამე კომპიუტერი გაჭირდა ტელეფონია რაღაც ტელეფონი მე სკოლაში რაღაც ასაკში კი? თინეიჯერობაში რა. კი. დაახლოებით ალბათ 2010-ში მქონდა პირველი კომპიუტერი. რაღაცა შუაში არ გაშლა შუაში ეს ჯოისტიკი ქონდა. კაი, ბოლო კითხვა დასასვენებლად სადადიოდი ხოლმე. სოფელში წამიყვანდნენ ან ხევსურეთში ან ასურეთში და იქ ვიყავი მთელი 2 თვე. მთელი დაფული ხოლმე, იქ დარებდი ხოლმე. ბუნებებში? ანუ იმაში არა. ხევსურეთში მაგარი. ზღვა რამე რაღაცა და მაგ ნანახი დღესაც. რამდენი იყავი რო? ანუ დიდი რა 16-ის 17-ის. 16-17-ის. შენ? პირველ ზღვაზე? სოჭაში. ტექსტს ალბათ. კაი, ტექსტი. არა, აი იქ არ ქონდა მაგის საშუალება. ალბათ ხო, 16-ის მე მგონი არ ვიყავი, მაგრამ ხო, ალბათ 15-ის პირველად რო წამიყვანა დედაჩემმა. 5-ის ხო? აი მილიონერი ფარული. რა ენაღლებად გენაცვალე, გადავუდიათ ფეხი-ფეხზე. ეს ამბობში ფული არის შოვი ფული არის. აჰა. მაგითი აქვს ვაფშე აწყვეტილი ცხოვრება. მაგით მაგ და როგორც რომ ამანიშოვა რაც. ეს არის გერას. ლოგიკური დასასრულისკენ წავიდეთ ნელ-ნელა და შენ არ გითხოვს დღეს სადღე გძელო და ბოლოს სადღე გძელოს. პირადად შენ გითხოვ და სანამ მოიფიქრებ რა სადღე გძელოს სიტყვი. შენ ხო ფიქრი გიჟდება. მანამდე ვიცი რომ არ გჭირდება სპონსორები ხომ უნდა გამოვაცხადო. გიორგი, მიყურებ ეგეთ გასურხდებით. არა, ის სახით მიყურებ თვითონ აქ დახრა არის აქეთ? შენს გაჭირდა. არა, შენს მომსვენ. ჩვეულებრივად. არის. როგორც ჩანს დახრა არის. არა, აქეთაც გაჩერებულა კეფიც. კიდე შენზე როგა. ბიჭი, დაიცა მე ვიზა. ჯადო გაქრა მე? 4 ჯერ ზაიზა ჩემთან დაჭდა. ეხა მანდ ეს ვავში გაჩერდა. რანაირად გაჩერდა? იმერე გაჩერდა აი. შენო? არა, ყანყალებს. არა, всё. არა. მივხვდი, აი რა პრობლემაა ეხლა მას, აი. ეს უნდა კონდეს და სხვადასხვანაირად ჩერდება მე. აი, ნახე ხედა, აი ჩემი ჭიქარო და ეხა შენ რო და. არა, ამ რაღაცა ვიცი, მართალი ხარ, მაგრამ მეგობრებო, სანამ გუდიშა სადღეღო სიტყვის, მანამდე დიდი მადლობა რომ გვიყურეთ, დიდი მადლობა რომ ჩვენთან ერთად რო ხართ. გამოიწერეთ არხი, დალაიქეთ ვიდეო და კომენტარებში იაქტიურეთ, როგორც გითხარით, საჩუქრად ვის კომენტარიც მოხდება შემდეგ ვიდეოში გადმოეცემა ლუდისას და ბავარიას კომბინირებული ნაკრები და საჩუქრის მისაღებად საჭიროა რომ მოგწეროთ ლუდისას Facebook გვერდზე. ასევე დიდი მადლობა სოსოს კიდევ ერთხელ და ვიჩქა და მიხადებ მადლობაში. მადლობა გიორგი. გეიხარ. მე დავამატებ ერთ იმას. ლუდისას და მადლობა ჩვენს მეგობარ ლუდ ბავარიას. მე დავამატებ ერთ რაღაცას, ვინც ძალიან კარგ კომენტარს დაწერს გადაცემის ბოლოს სადღეგრძელო უნდა თქვა, ну რა თქმა უნდა სადღეგრძელო მოაყოლოთ, დაწეროთ, ისიც მოიგებს ლუდისას შეკრას. მას პირდები ხალხს და მე ვის არ მოუგია შენა. არჩევნების დაპირებებს. არა, მე არა ვარ პოლიტიკისგან ძალიან შორს ვარ და ისე პატიოსნად ვინც დაწერს ძალიან კარგს და მე გადავიკითხ ხოლმე და ვინც მაგალითი ანახე გიორგი მაგალითი. ორს მოვაგებინებ დაჟე. აი? მაგალითი ანახე ხალხს. მაგალითს ვანახებ, ყველა იმ ადამიანს გამომორჩოს, ვინც ამის მერე გამოგვიწერს. შენ გენაცვალე, ესეთი. მე დარწმუნებული ვარ, არა, ყველა ჩვენ გამომწერს. და დავაფასოთ გამომწერების, ძალიან ბევრი წერს ხოლმე, რომ გადაცემას რო ჩავრთავ, აი რაღაცა ჩვენს დავსვავთ ხოლმეო და რაღაც მართლა ეგრე ვარ ხოლმე. რაღაც მომენტში ვერ ხვდები ხოლმე, რომ სადმე კამერა არის აქეთ და რაღაცა, აი ძალიან გეტყობა გიორგი ხო. ისე და ვიღაცები ჩვენთან ერთად სვავენ ხოლმე ამ დროს, ჩვენი გამომწერებიც არის და ვინც კიდე გამოიწერს ამ გადაცემის მერე დარწმუნებული ვარ, ბევრი მორაგბე უყურებს ამ გადაცემას. არც გვაკლდება, იმიტომ რომ მორაგბე ყავდა ჩვენ აქ წამყვანად რა გარემ არბი და მინიმუმ დაიწყებენ კიდევ. ყველას გამომორწეს ჩვენ მაყურებელს საერთოდ. მადლობა და წარმატებები ბევრი. რაც უფრო ხელს ვიგუწყობთ, ჩვენც ვეცდებით რომ უფრო მეტად გაგახაროთ. მადლობა ჩვენს მაყურებელს, მადლობა შენ გიორგი და მადლობა სოსო შენ და თითოეულ ჩვენს სტუმარს, ვინც ყოფილა აქ და მადლობა ხალხს ვინც გვესწრება და ვინც ჩვენთან ერთად არის და ჩვენს ულამაზეს მემონტაჟეს ვენაცვალე ლალიკო მიყვარს.